მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მიშკის პოდკასტის მესამე ეპიზოდი. როგორც გადავთ, ჩვენი სტუმარი არის გიგი კურტანიძე, ციფრული მარკეტერი, საკმაოდ გამოცდილი ადამიანი ონლაინ ბიზნესებში და ერთ-ერთი პირველი ქართველი იუთუბერი. მადლობა გიგის მოსვლისთვის. სანამ პოდკასტს დავიწყებთ, არხი გამოიწერეთ და დალაიქეთ ვიდეო. როგორ ხარ გიგი? კარგად. პირველ რიგში. ამინდის კვალობაზე მაინც კარგად ვარ. დღეს ცოტა ცივია. რა სიახლეს ველოდოთ შენგან ახლო მომავალში, ან სოციალურ ქსელებში, ან ზოგადად, თუ შეგვიძლია რომ გითხრა? ზოგადად ისეთი პიროვნებაა, რომ ვცდობ ხოლმე, რომ ყოველ თუ არა, რაღაც 2-3 თვეში ერთხელ რაღაც ახალი წამოწყება მქონდეს ხოლმე და ესეთი ბოლო წამოწყება რაც მაქვს არის, რომ კომუნიტის ხვდავ რა. ძალიან მინდა, რომ შევქმნა აქტიური რაღაც საზოგადოებასავით, რომელთა მიზანიც არის თვითგანვითარება. და 2025-ის იანვრიდან ალბათ, ამ პერიოდს ვარაუდობ, რომ დავლანჩოს community, სადაც ყველას იქნება საშუალება რომ გაწევრიანდეს, იქნება თვიური ფასი, membership-ი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ membership-ის სანაცვლოდ მიიღებენ წვდომას ძალიან ბევრ კურსებზე, რა, dropshipping-ი, e-commerce-ი, affiliate marketing-ი, crypto trading და მარტო მე არ ვიქნები თან მენტორი, ძალიან ბევრი სხვადასხვა მოწვეული მენტორები მეყოლებოდა, რომლებიც თავიანთ საქმეში არიან გამოცდები, როგორც მე ვარ მაგალითად dropshipping-ში და e-commerce-ში და ციფრულში. და პლუს community-ის გარდა ამ კურსების გარდა იქნება ყოველთვიური შეხვედრები, ფიზიკური შეხვედრები. და ნუ სამომავლოდ კიდევ მინდა რომ რაღაცა უფრო VIP community კიდევ ცალკე იყოს, სადაც რაღაც როგორ რაღაც იქნება, იცი რომ ვერიფიკაცია უნდა გაიარო რა. ანუ თვეში მაგალითად თუ აკეთებ, არ ვიცი, $10,000 შენი ბიზნესით, მაშინ შეიძლება რომ ეს proof of screenshot-ებს თუ გამოაგზავნი და დაამტკიცე რომ მართლა ანუ წარმატებული ხარ შენ საქმეში, კიდევ ცალკე VIP community იქნება, სადაც მე უფრო მაგარი გართობის ივენთებს დავგეგმავთ რა. ეს შეიძლება იყოს არ ვიცი დუბაიში მოგზაურობა, ეს შეიძლება იყოს გოლფი, კარტინგი, რაღაცა cool აქტივობები რა. ძალიან კაი წამოწყებაა. მადლობა. წეღარაც ჩამოთვალე, ის არ გიხსენებია Amazon FBA და Amazon FBA საერთოდ არ განიხილავ რომ ასწავლო სიტყვაზე Amazon FBA როგორ გეთდება თუ? იცი რა არის, Amazon FBA-ში კარიერაში მქონია ერთადერთხელ რა შეხება რა და როგორც მივხვდი საკმაოდ კონკურენტულია. იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთ ბრენდზე როცა მუშაობდი ამერიკაში, იყო ესეთი ბრენდი Chebeauty და Chebeauty იყო ხა ახსნი ძალიან საინტერესო ისტორია. ცოტა background-საც მოვყვები რა. კი ბატონო. მოკლედ ეს ბრენდი მოგვივიდა აი არსაიდან რა. ქართული გუნდი ვიყავით რა, მთლიანად ვინც dropshipping-ს ვაკეთებდით და e-commerce ბრენდებს და სადღაც 3 წლის წინანდელი ამბავია რა. და პარალელურად ვაკეთებდით ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებებს რა, Shopify მაღაზიებისთვის და ჩვენთან ერთი აფრიკელი ქალი მოვიდა რა, რომელმაც თქვა რომ ესეთი პროდუქტი მაქვს, მის მოვლის ბრენდია, მხოლოდ ფერადკანიანი ხალხისთვისო, აფრო თმა თუ რაღაც სხვა ტიპის თმა ყოფილა და სიცივეში даже იმდენად სუსტი თმა, რომ ალბათ აფრიკაში ხა სიცხეს იმდენად, რა გენეტიკურად ალბათ მიჩვეული კანი, რომ აფრიკის სამინდებზე ძლებდა, მაგრამ სხვა ცივ ქვეყნებში უკვე ზამთარში ვეღარ ქაჩავდა და ეგეთი პროდუქტი დავლანჩეო რა, სპეციალური ეს ჩებეხე არისო, იმ ხისგანო მე ეს ფაუდერი მზადდებაო, მე ამ ფაუდერს ურევ რაღაცაშია და კაროჩე თმებს ძალიან შველის ვარ და მართლა კაი პროდუქტი იყო, კაი რევიუები ქონდა და გაყიდვების ნორმალური ქონდა რა, თვეში ეს $30,000 გაყიდვებს დებდა. ნუ დავიწყეთ მასთან თანამშრომლობა ამ აფრიკელ ქალთან და ძალიან მალევე 300,000-მდე გავუზარდეთ ფაქტობრივად 3 თვეში, ანუ გავუათმაგეთ შემოსავლები რა. და იდეაში ამ ციფრული სააგენტოს მუღამი ის იყო, რომ ჩვენ თვითონვე დაგვენახა ძალიან მაგარი ბრენდები და ნიშები რა. და მე ჩვენივე ბრენდი გავუკეთებინა მაგნიშაში და რა ვქენით, ანუ ამ ქალისგან ჩავეხსენეთ, ვთქვათ რომ ვეღარ ვითანამშრომლებთ თქო. და დავიწყეთ ჩვენი ბრენდი შექმნა რა. და აქედან დაარსდა მე Chebeauty რა, Chebe და Beauty ეგრე გავაერთიანეთ, რაღაც კაი სახელი გამოგვივიდა. და დავიწყეთ წარმოება. ამ შემთხვევაში ნუ dropshipping-ში ხო ისე არის რომ უკვე მზა პროდუქტი გაქვს რა. ჩვენ უკვე გვიწევდა რომ ჩვენით დაგვემზადებინა, იმიტომ რომ ესე არის შეუძლია მთელი ჩინეთი მოვიკითხეთ და არავის არ ქონა ეგეთი პროდუქტი რა. ხო და ჩინეთს სადღაც ერთი თვეები დავხარჯეთ ძალიან ბევრი და ბოლოს ვერავინ ვერ ვიპოვეთ და ბოლოს ავდექით და აფრიკიდან ვნახეთ საფლაიერი, რომელსაც გავაგზავნეთ ამერიკაში, Chebes ფაუდერი.
დაფქვილი უკვე რაღაც სპეციალური ხის რაც არის რა. და მე ამერიკაში ვნახეთ ლაბორატორია, რომელსაც დაგვიმზადა ეს პროდუქცია და ქარხანა, მე რომელსაც ეს ყველაფერი ჩამოასხან. ფორმულა შექმნა ლაბორატორიამ. ნუ დიდი ინვესტიცია ჩაიდო ამ საქმეში, მაგარი საიტი გავაკეთეთ, კაი ბრენდინგი, ვერიფიცირებული ინფლუენსერებიც კი იმას ვქენთ, შევარჩიეთ, ჩავაწერინეთ ვიდეოები და ნუ გავუშვით რა ეს კამპანია და მოკლედ ძალიან მალევე მოიხოდა ჩვენი ბრენდიც რა, даже იმ ბრენდს უკვე გავუსრო რა და მე რაღაც მომენტში ძალიან ბევრი გწერდა რომ Amazon-ზეც ხო არ ხარ შემთხვევით, იმიტომ რომ მირჩენია Amazon-ს შეუყვეთო რა, იმიტომ რომ როგორც მივხვდით ესე Shopify ბრენდებს ბევრი არ ენდობოდა რა. ხო, Amazon-ი ახლა იმ ხელა კომპანიაა, რომ ყველა ენდობა ხო, Amazon-ზე როა პროდუქტი შეიძლება მართლა გერჩინოს რა, даже ახლა მეც რო ვყიდულობ ხოლმე რაღაც Apple-ის პროდუქციას ამერიკიდან, სიმართლე მირჩენია რომ Amazon-დან დავიყიდო ხოლმე ვიდრე Apple-დან, იმიტომ რომ Apple-დან გამიგია რომ ძალიან ბევრი ორდერები კენსელდება რა, ეს გადამზიდ კომპანიებთან რომ მიდის შეკვეთები. ნუ ხო, მოკლედ ხო და მე კიდევ ერთ საინტერესო ის ყო ეს Amazon-ს დავამატე ეს პროდუქტი და საკაიფოდ მიდიოდა რა, даже რეკლამებს რო უშვებდით რაღაც მომენტში Amazon-ის ლინკები გავტესტეთ, რომ მოდი Shopify-ზე კი არ შევიყვანთ, პირდაპირ Amazon-ზე შევიყვანთ, რომ უფრო trustworthy-ია თქო რა. და კარგად მუშაობდა რა და მე თვითონ ამ Amazon-ზეც და საიტზეც რაღაც ბევრი research წავიდა და ძალიან მაგარი кейსი გქონდა, რომ ნუ ძალიან ბევრი კითხვები წამოვიდა, is it black owned? ანუ ფერადკანიანი ფლობსო ამ ბიზნესო? და ვერ დავიბენით ბიჭო, ანუ მეგონა რომ მეთქი რავი, ანუ ჩაულებრივია რა, ეხლა და ძალიან გულახდია ვთქვათ, რომ არა. აუ აგრესია წამოვიდა. აი არ ვიცი რა, ეგ იყო ნამდვილი რასიზმი რა, მოზე რასისტები, ან თვითონ თავის თავს უჩალიჩებდნენ რა, რომ ანუ თუ black owned არისო, დავაკენსელებთ, რომ subscription მოდელი დავლანჩეთ რა, როგორ იყო, იცი რომ მომხმარებელს მივეც საშუალება, რომ ის 3 თვეში ერთხელ, 2 თვეში ერთხელ შევკვეთე და თან ფასდაკლებით რა და ყოველ თვე მიიღებ ამ პროდუქციას რა და ეს ძალიან ბევრი დაგვიკენსელდა არ და მაგით ვაკეთებდით რეალურად ყველაზე მეტ პულს და მე ესეთი იდეა მოვიფიქრეთ, რომ მოდი მართლა ვიღაცა ავყვანთ Fiverr-ზე, მივიცეთ რაღაც 1% და სტატიები შევუკეთოთ, რომ ვითომ ჩებიუთი არის black owned თქო რა, რომ ჩაწერენ Google-ში, მეთქი რომ პირდაპირ გამოვაგდან და ну, მაგრამ მოკლედ იმუშავა. ძალიან კაი. და Amazon FBA-ზე მოკლედ მე არ წავიდე. ძალიან ბევრი ისინი ვქონდათ პოლისები რა, 5 ზომები ზუსტად და დაგვემთხვევა ბარკოდი ზუსტად იმ ადგილას უნდა ყოფილიყო. მე ინვენტორი შევიდო და რაღაც თვეები ჭირდებოდა და ანუ აი ძალიან იცი რა, იმდენად ბევრი აკეთებს უკვე რა, როგორ ხვდები რომ ვინც ადრე დაიწყო, იმათვის რაღაც პრივილეგიები აქვს იმათ რა და ვინც ახლა დაიწყო, ძალიან ჭირს რა. აი თავიდან მეც მინდოდა რა რაღაცა ონლაინ ბიზნესის მსგავსი რაღაც გამიკეთებინა და ვფიქრობდი რა Shopify-ზე გაგვიკეთებინა გვერდი, Amazon FBA-ზე გაგვიკეთებინა რა და ძალიან ბევრი ფიქრის მერე საბოლოოდ დაგვირჩიეთ Amazon FBA რა. ხო. და რო დავიწყეთ მოძიება უკვე ინფორმაციის რა როგორ კეთდება, როგორ ჩავიტანოთ პროდუქტი, ნოლიდან დავიწყეთ მე და ჩემს მაგაცმა, რომ გაგვერკვია ყველაფერი. რავი, რაღაცა ეტაპამდე მივედით, მე ის ბარკოდები რაც ახსენე და 5 ზომა და ყველაფერი, იქ თან მე ჩვენ არ ვიცოდით, შენ გეცოდინება ალბათ, ანუ რა პროდუქტსაც ყიდულობ, შეიძლება მოდი ის მაგალითი ავიღოთ, რომ ყიდი რა ქვია, სამზარეულოს ინვენტარს სიტყვაზე რა, ისინი როა ტაფის მრეცხავი აპარატი სიტყვაზე რაღაცა პატარა პისტოლეტივით როა დაინასროშება, ხო ხვდები რა. მაგაზე ცალკე რაღაც პროცენტი მიქონდა, თუ სხვა რაღაცა შემოქონდა სიტყვაზე მანქანისთვის რაღაცა, მაგაზე ცალკე პროცენტი მიქონდა და ანუ რაც უფრო ძვირად ყიდდი პროდუქტ სიტყვაზე $30 თუ ყიდდი, ძალიან დიდ ტექსტს გაჭრიდა, ესე რომ ვთქვათ რა. და მაგის მერე გადავწყვიტეთ, რომ გაგვენებებინა რა, ესე ვთქვათ, Amazon FBA-ისთვის რა და დავიწყეთ მერე უკვე Shopify-ზე ინფორმაციის მოძიება. მაგას გამო რა Amazon-ზე უკვე იმდენი პროდუქტები ვეღარც იტანა და ფასები სპეციალურად გაწიეს პროცენტები, რომ იმ ხელ მოთხოვნა ისეაც რა, იმ მოთხოვნას აკმაოფილებენ და მოკლედ დინამდი აქვთ რა და შეუძლიათ ფასების და ეგ არ მომწონს რა Amazon-ზე, მაგიტო არ მქონია დიდად შეხება რა, ეგ იყო პირველი და ალბათ საბოლოო, იმიტომ რომ ძალიან რთული რაღაცა რა, და ლოჯისტიკა არის ჩემი ყველაზე სუსტი მხარე. აი ლოჯისტიკური პრობლემები ამარიტოს ვიღაცამ და დანარჩენი მარკეტინგს მე ვიხედო. ხო და მე იცი როგორ იყო ამბავი ესე რომ ვთქვათ, Amazon FBA-ს რო გავანებეთ თავი, დავიწყეთ უკვე ინფორმაციის მოძიება Shopify-ზე რა და რეალურად ეხლა მექნება საუბარი ამ Shopify-ზე დეტალურად რა, მანამდე არავისთან საუბარი არ მქონია, იმიტომ რომ რაღაცა ჯგუფი არის
საქართველოში Shopify Georgia თუ რაღაც მსგავსი უბრალოდ მან მე მაგ მეორე Shopify dropshipping Georgia ეგ მაღაზია ეგ page-ი საერთოდ არ არის. დახმარება გჭირდებათ მაგ page-ში. ხო და მაგ ჯგუფში. ჩვენ პირველი ეგ ამოგვიგდო რა. ხო. რომელზეც გითხარი და იქ შევედით და იქ ანუ მარტო კითხვები ისმებოდა რა და ბევრმა არ იცოდა რა პასუხი რა, ამიტომ რაღაც გადადება მომიწია რა და ანუ იმიტომ რომ კითხვებზე პასუხი არ მქონდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. სისტემის ჩაშენება არ იცოდა ხოლმე, აი ეგ არის ნომერი პრობლემა. ნახე ზოგი მივახომე რაღაც ეტაპამდე რომ აი პროდუქტს ნახავს, საიტს აწყობს რაღაცა და მერე გაიგებს თურმე რომ ვა გადახდი სისტემა ჩასაშენებელი და იქ ვითომ ქართული ალტერნატივა არსებობდა როგორც ესე Phase, მაგრამ ეგ სტარტაპი ძალიან ჩაფლავდა და იმდენი ერორები აქვს და იმდენი ბაგები და მოკლედ არ ვიცი 1000 უბედურება და customer support-ი როგორ ბლოკავს ხო ხვდები კომპანია რა დონეზეა რა. დასანაც გვაქვს საქმე. Phase-ის ალტერნატივა უნდა დაგევიწყებინა, მე იქ იყო ვითომ PayPal-ი, მეორე solution-ი, მაგრამ PayPal-ი ყველას არ აქვს და არ არის ნომერი პირველი solution-ი, ასე თქვათ, checkout-ში რო გადის მომხმარებელი და ამიტომ ქართულ შეპესებს კიდე სოფლიო ბანკისგან მხარდაჭერა არ აქვს რა, ანუ აი მაქსიმუმ რუსულან რავი ეგეთ ბანკში გასვლა და რამდენად გიღებს ეგ Amazon FBA-შიც შემხვდა ხავსე პრობლემა. მაგიტო გიწევს უეჭველი შეპესის რეგისტრაცია სადმე სხვაგან. ან ესტონეთში, ან ბრიტანეთში, ან თუნდაც ამერიკაში. ხა ამერიკა ყველაზე რთულია, მაგალითად, ჩემი შეპესეს დასარეგისტრირებად 1 წელი დამჭირდა. 1 წელი რომ აი ყველა საბუთი მომეგვარებინა, იქ რაღაც კიდევ საფოსტო გადახდება, არ ვიცი, ძალიან საშინელი პროცესია ამერიკაში, იმდენად ბევრი არეგისტრირებს. რომ თან კონკრეტული შტატებია რა, რომელიც სადაც ძალიან დაბალი გადასახადებია რა, ვაიომინგი არის ეგეთი და მეორე დელვერის შტატი და ამ შტატში არის იმხელა, არ ვიცი, რიგი რომ ეხლა რომ დარეგისტრირდე მარტო 6 თვის მერე შეიძლება განხილვა დაიწყოთ შეიძლება. ხო და ეგეთი სიტუაციაა ბრიტანეთში, შედარებით რომ მარტივია რა, ეხლა ბრიტანეთში მაგათ 2 კვირაში დაარეგისტრირებ რა. просто იქაც საბუთების გაყალბება გიწევს და აი კურსზე რომ ეკითხებიან ხოლმე აი ჩემი dropshipping-ის კურსი რაც მაქვს, აი ყველაზე დიდი ღირებულება რა აქვს. პირველი მაგას პასუხობ რომ აი პრობლემის გადაჭრა მაქვს, რომელიც არავინ არ იცის რა. იმიტომ რომ აი Switch-ი ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ უეჭველი გიწევს რომ საბუთი გააყალბო, თორე ისე ვერ არეგისტრირებ ქართველი ბრიტანეთში ან ესტონეთშიც კი რა, ანუ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა რო არ ვართ, მაინც ძალიან ბევრი ლიმიტები გვაქვს რა. აი მაგალითად template-ი მაქვს ხოლმე სტუდენტებს უგდებ რომ აი ეს არის template-ი რომელი დოკუმენტს უნდა გააყალბო და ჩვენ დასტურდება რა ის, მაგრამ მაგაზე სამართლობრივ დავა ჯერჯერობით არ მქონია, მაგრამ მაგას ვამბობ რომ აი თქვენი რისკი თქვენზე აიღეთ რა. ძალიან ცუდი საქმეა, მაგრამ ნუ რას ვთქვი, სხვანაირად არ ხდება რა. ამერიკაში უფრო მარტივია, მაგრამ სამაგერთ 1 წელი უნდა ელოდო. როგორი ახლა 1 წელი ელოდო შეპესის რეგისტრაციის მანამდე ბიზნესი ვერ დაიწყო. ხო. ეხა ისიც რომ მოგვიყვა რა, ანუ ზოგადად dropshipping-ზე მე ცოტა ხანში ვილაპარაკოთ. შენ როდის დაიწყე შენი პირველი ონლაინ ბიზნესი Shopify-ზე? რამდენი წლის იყავი და აი კონკრეტულად Shopify-ზე თუ ზოგადად? ზოგადად და თქვი და მე Shopify-ს მოვაყოლე ესე ვთქვი. ხო, იცი რა, ჩემი პირველი მცდელობა იყო 2019-ში. პანდემია იყო ახალი დაწყებული მახსოვს და ძალიან რთული პანდემია, მაშინ აი ყველაზე კრიტიკული მომენტი რო იყო, რომ აი მოლებიც კი რო დაკეტილი იყო და საახალწლო პერიოდი თუ გახსოვს არ ვიცი. აი მოლები, აი მათ ძალიან გაგვიმართლა მე და მამაჩემს რა. ან როგორი შემთხვევა იყო, იცი, 2018-ში სწავლობდი ბარსელონაში, მე ჩამოვედი საქართველოში. რო ჩამოვედი 2019-ის დასაწყისი, მაგ დროს მამაჩემს ქონა უკვე რაღაც ბიზნესში ფული ჩადებული, ის ბიზნესი ძალიან ჩაფლავდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვისი იდეაც იყო საერთოდ მამაჩემთან რომ მივიდა. მამაჩემ როგორც ინვესტორი იყო რა. ანუ ტიპმა აი არაფერი არ გააკეთა რა, პროდუქტები ჩამოიტანა ჩინეთიდან, კარგი ხედვა ქონა, კარგი ვიჟენი, მაგრამ ნული საქმე რა, აი არაფერი არ იყო გაკეთებული და ხარჯები იყო აი ესე რა. და ნუ მალევე მე მიხვდა მამაჩემი რა უეჭველინა რაღაც ექნა რა და გამოისყიდა ყველაფერი ეს პროდუქცია ჩვენ ცალკე შეპესე გავაკეთეთ მე და გადმოვიბარეთ ეს მთელი პროდუქცია და ერთ-ერთი რაც იყო ეს პროდუქცია დაგვრჩა. აონს ნუ ეხა თანხას არ დავასახებ, ძალიან დიდი თანხა იყო ჩადებული და იმის ალბათ ნახევარიც კი არ ღირდა ეს პროდუქცია, მაგრამ ნუ სხვა გზა არ იყო რა. ან საერთოდ არაფერი ან ეგ რა. და ნუ მოკლედ გადმოვიბარეთ ეს პროდუქცია და
მე რაღაც მომენტში მამაჩემად ცადა რომ თავისით გაეყიდა ესე ტრადიციული გზებით, რასაც ქვია რა, მაგრამ ნუ მალე მიხვდა რომ დიდად მიმართულებით ხა პრაქტიკა მაგის არ ქონდა რა, ფარმაცევტია და რავი ხა ღვინის ბოთლების და ჭიქების გაყიდვა. ხო რაღაც ალბათ 1-2 კომპანიებს შეესთავაზა და იმათაც რაღაცები ყიდეს, მაგრამ ნუ დიდი არაფერი რა. და მე პანდემია რო დაიწყო, ხო, სადაც მარტში თუ რავი ჩვენთან რაღაც ეგრე შემოვიდა რა. აი მაშინ დავიწყეთ ფიქრი რომ მოდი ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ ხო რა. მაშინ ახლა ციფრულ მარკეტინგში მუშაობდი, მაგრამ ეს როგორც e-commerce-ში არ მქონდა არანაირი შეხება რა. ციფრულ მარკეტერი ვიყავი, ძალიან ბევრი ბიზნესისთვის მქონდა რეკლამები გაშვებული, მაგრამ როგორც ესე ჩემი პროდუქტი და ჩემი სერვისი გარეკლამებული არასდროს არ მქონდა რა. სულ სხვისთვის მუშაობდი და მეთქი რატომაც არა ვცადოთ თქო რა. და მალევე ჩემით YouTube-ზე შევედი, ბევრ ვიდეოებს ვიყავ, ძალიან მიყვარს ხოლმე რა ჩემ თავზე research-ი, ანუ აი ყველაზე ბოლოს მიყვარს ვიღაც ადამიანი შეწუხება რა. და რომ ვიღაცას რო ვეკითხები რაღაცას, არ მინდა რომ გამოვშტე რომ თვითონ რაღაც არ ვიცი ხოლმე, რაღაც ეგეთი რაღაცი წიკივით, მაგრამ და მოკლედ ჩემი დაუმღამე საიტის აწყობა, მაშინ WordPress-ი ავარჩიეთ, იმიტომ რომ Shopify-ზე გავარკვე რომ აი ზუსტად payment-ების პრობლემა იყო რა, ჩაშენების და WordPress იყო მარტივი solution-ი რა და WordPress-ის პლაგინია WooCommerce და WooCommerce არის, ნუ ჩათვალე ნომერი მეორე პლატფორმა Shopify-ის მერე ონლაინ გაყიდვებში რა. და ძალიან მალევე ავაწყე საიტი, ძალიან კარგი საიტი გამოგვივიდა, პროდუქტებს ჩემით გადავიღე სურათი, ვიდეო რეკლამები ჩემით გადავიღე, ჩემიდან მყავდა ასე თქვა სახიობად, მაშინ ხა არ იყო ესეთი ცნობილი კონტენტ კრეატორი და ნუ მარტივად გადავიღეთ რა, გამოსვლება არ ქონა, მაგრამ მაინც გაგვიმარტივდა რა, იქ იყო მაგის პირველი შეხება სარეკლამო ინდუსტრიასთან, სოციალურ ქსელებთან და ნუ ძალიან ბევრი ვიდეო, ფოტოები, რაღაცეები ჩავწერეთ, გავუშვით ეს ოფერი. ოღონდ თან რა იყო, იცი, ეს ზაფხულში მუშაობდი მაგაზე და ცოტა გამეწელა რა, ანუ სადაც ნოემბრამდე ბოლომდე ვერ მოვითავ რაღაც. ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ჩემ თავში მაინც ეჭვები მქონდა რა. ეგ ყოველთვის არის რა და აი გამოვა თუ არ გამოვა სტუდენტებსაც მაგას ვეუბნები, რომ აი ეგ მომენტი ყოველთვის გექნება სანამ არ დაიწყებ რა. ეგ მომენტი სულ გექნება, რომ აი რაც უნდა თავდაჯერება, აი როგორ ვიყავ, ვიცი რომ ან მაგას ფიქრობდი რომ ბიჭო, ამდენი ბიზნესთვის რეკლამა გაშვებული, ამდენი ბიზნესთვის, რავი, ლამის 90% წარმატებით გავუყიდე ყველაფერი და ეხლა რაღაც ჩემზე უნდა ჩავფლავდე, ხო? არა რაღაც აი ეგ შიშები სულ ხონდა რა, ეჭვები რომ რაღაც აი ბოლომდე რო არ გიშვებდა და თან რო იცოდი რომ ხა შენი ფული უნდა დაგეხარჯა და თან იცოდი რომ მამა შენმა ამდენი ფული ჩადო და იმან არ გაამართლა, კიდევ ზარალი რო დაგემატებინა, რამდენად უფრო დიდი დარტყმა იქნებოდა სტრესი რა, თუნდაც ჩემი მომავალი კარიერისთვის. მაგრამ ნუ საბოლოოდ რაღაც მივედით მაგ გადაწყვეტილებამდე, რომ ნოემბერი იყო. იდეაში ვიცოდი რომ ნოემბერი-დეკემბერი არის e-commerce-ში ყველაზე მაგარი პერიოდი და ნუ გავუშვით რა, მოკლედ ეს მთლიანი ეს პროდუქცია და ძალიან მაგრა გავყიდეთ რა. ეგ იყო ჩემი პირველი შეხება და მად მივხვდი რომ აი e-commerce-ი იყო ის რაც უნდა მეკეთებინა, იმიტომ რომ სადღაც $500 ბიუჯეტით აი რამის თუ ვაჭარბებდე, ან ვიტყუებოდე $13,000 პროდუქცია გავყიდეთ რა, $500 ბიუჯეტით და თან მოგების მარჟა ლამის ძალიან დიდი იყო რა, იმიტომ რომ ეს პროდუქცია ძალიან დიდი წლების წინ იყო ჩამოტანილი, სანამ პანდემია იყო, სანამ გაძვირდებოდა მიტანაც პროდუქციის ფასების და რაღაცა, იმიტომ რომ მაგ დროს Alibaba-ზე რაღაც პროდუქტი მახსოვს რომ ამოგვეწყურა რა, რომელიც ძალიან მაგრა იყიდებოდა და პროსტო შევედი, რომ მეთქი Alibaba-ზე კიდევ შევუკეთავ თქო და იგივე პროდუქტი, რომელიც 2 წლის წინ ზუსტად დამიჯდა თვითღირებულება $10, ეხლა მეუნებოდა რომ $50-იო. ან ხო ხტები და ანუ გახუთმაკებული იყო ფასი პლუს ჩამოტანა და ნუ ხო ეგ პრობლემაც იყო, მაგრამ ნუ აი თლიანად ამოვყიდეთ ლამის ეგ პროდუქცია, აი ძალიან ცოტა რაღაცა დღემდე რაღაცები დარჩენილი, მაგრამ მაგ ფულით მე ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთეთ, კარგი რა, სახლი ვიყიდეთ, მოკლედ და რავი, ანუ შევფიქრობ რომ ალბათ ის სტრესი და ყველაფერი გადავლახეთ და ის ფული რაც ჩაიდო თითქმის ამოვიღეთ რა. და მაგით ძალიან ვამაყობ და მაგის მერე მივხვდი რომ გარჩე e-commerce-ი იყო რაც უეჭველი და მეკეთებინა რა. dropshipping და e-commerce შორის რა განსხვავებაა? ხო, კაი კითხვა, ბევრმა არ იცის ხოლმე. ნახე, dropshipping-ი არის უბრალოდ ბიზნეს მოდელი. თორე ეს რეალურად dropshipping არის e-commerce-ის ნაწილი. e-commerce უფრო დიდი ტიპია რეალურად რა. e-commerce არის მთლიანად ეგეთი მიმართულება, ხო, რომ ანუ გააქვს პროდუქტი და ყიდი online. Dropshipping-ი არის e-commerce-ის ერთ-ერთი ბიზნეს მოდელი რა, რომ ამ შემთხვევაში შენ კი არ გაქვს პროდუქტი. ვიღაცა სხვას აქვს რა, არ ვიცი, ავიღოთ ჩინეთში ვიღაცა you. User is ფილმი მახსენდება ხოლმე და მაგით. Who are you? I'm you. ხო.
ხო და მოკლედ you are ვიღაცა თქვა ჩინეთში იმას აქვს ქარხანა და dropshipping შემთხვევაში ახდება რომ შენ მაღაზიას აწყობ ამ you-ს უთანხმდები რომ ერთი ცალი მაგალითად ის მანქანა არ ვიცი მითხარი აღირს მეტყვის $10 და ჩემს მაღაზიაზე დავადებ ამას $50 და თუ გაიყიდება მხოლოდ მაგ შემთხვევაში ურიცხავ მე იმ $10 რა და მიმზადებს და e-commerce შემთხვევაში იგივე მანქანა შემეძლო რომ მეყიდა ოღონდ დიდი რაოდენობით უნდა მეყიდა რა ხდები უფრო დიდი რისკია რა რომ აი ეს მანქანა უნდა მეყიდა მინიმუმ 1-200 წალი და 200 წელს კი ვიყიდი მაგრამ $10 კი არ ვიყიდი ვიყიდი $5 განახევრებულ ფასად ამიტომ dropshipping-ის სულ ამბობ ხოლმე რომ აი დასაწყებად არის კარგი რა აი თუ გინდა რომ რეალურად გამოცადო პროდუქტი ნაკლები რისკით აი მაგისთვის არის dropshipping-ი კარგი რომ ანუ აი ინვესტიცია არაფერი არ გიწევს საიტი უნდა აწყო ერთ-ერთი ინვესტიცია გჭირდება რეკლამაში ხო და ის რეკლამას თუ არ იმუშავებს გააჩერებ და მორჩა რა გეცოდნება $100-300 რომ იმუშავა თუ არა და e-commerce შემთხვევაში რამხელა რისკია რომ წარმოგიდგენ მარტო $1000 შეიძლება ამის ჩამოტანაში გადაიხადო და მე აღმოაჩინო ვაუ თურმე არავის არ იყიდება რა და შეგრჩეს ესე ხელად და ვეღარ მოიშორო რა კი ბატონო ეგ ხობა აი იცი რა არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა რა მე მგონი მასეა იმიტომ რომ აი TikTok-ზე რო უყურებ რაღაც ტრენდები რო არის და ძირითადად აი ბიზნეს ტრენდები რაცაა რა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცდილობს რომ dropshipping-ი დაიწყოს რა რეალურად რა სირთულეებს შეეჯახებიან რო უთხრა რა ვინც იწყებს რა იმიტომ რომ ნახე რა რისი თქმა მინდა სანამ პასუხს გავცემ თუ უცხოური TikTok-ი აქვს ესე ვთქვათ უცხოურ ფორმაზე მორგებული ბევრს ნახავ რომ აი ადევს რომ $10,000 სახლიდან გაუსვლელად რა და მასეთ სლოგანებს ადებენ რაც დიდია იმის ალბათობა რომ ახალგაზრდა ბიჭი გოგო დაინტერესოს და დაიწყოს რა ზოგი საერთოდ Lamborghini-ში ხო ზოგი Lamborghini-ში და რაღაცა იმას აჩვენებს თავის სკრინებს აჩვენებს რომ ეს გამოვიმუშავე ერთი თვის განმავლობაში და Lamborghini-ს დავდივარ და ასე და ასე და ამითი შეიძლება რა ქვია შეცდომაში შეიყვანონ ეს ახალგაზრდა ნაქირავები Lamborghini კი ბატონო და ანუ ესე ვთქვათ twins ურევენ რა და მე რეალურად ამათმა თუ გადაწყვიტეს რომ ეს საქმე აკეთონ ვაფშე სხვა რეალობა ხდებათ რა და ზოგ შემთხვევაში თავს დაანებებენ ზოგ შემთხვევაში ზოგი თუ ძალიან მებრძოლია და უნდა რომ გამოიყვანოს შეიძლება გაყვეს და ეხლა შენ ბევრად მეტი გამოცდილება გაქვს ვიდრე იმ ნაქირავებ Lamborghini-იან ტიპს და რო გითხრა რა სირთულეებს წააწყდება დამწყები dropshipper-ი კი ბატონო ხო აი მაგნაქირავებ Lamborghini-ზე ერთს ვიტყვი რომ ჩემს აი სანამ კურსს საერთოდ ვინმეს ვეტყვი რომ გადაწყვიტოს რა ძალიან ლოიალურად ყველაფერს უხსნით ხოლმე რა ჩემს გუნდსაც უაფრთხილებ რა ეს გაყიდვების მენეჯერს რომ მეთქი აი არასდროს ეგრე არ მიხვიდე ტიპთან და უთხრა რომ იცი რა ცხოვრებას აიწყობ რა უეჭველი და აი ხვალ Lamborghini-ში იჯდები და რაღაცა გამორიცხულია ეგეთი რამე ეგეთი მარტივი ფული არ არსებობს რა ინტერნეტში რა არსად ყველგან ჭირდება შრომა ნუ რაღაც გამართლება რა თქმა უნდა თუ რაღაცაში სწორ დროს სწორ ადგილას მოხდები ბაზარი არა მაგარია ეხა dropshipping აკრას ეგეთი აღარ არის რა რომ აი იცი რა აი ეგეც უნდა მეკითხა იცი რა არის მასეთი ტრენდები შემხვედრია რომ 20-20 სიტყვაზე ითოს crypto time და რაღაცეები აი 2016-ში ახლა ჩვენ რომ მაღაზია გავკვეთებინა სულ რომ ბანძი მაღაზია ყოფილიყო ძალიან მარტივად შეიძლება მილიონერი გამხდარიყავი რა იმიტომ რომ მაშინ არ იყო კონკურენცია მაგრამ დღეს უკვე როგორ არის ბაზარი რომ მაშინ იყო იცი ამდენი მაღაზია სულ თლიანად მთელ სოფლიოში იყო 2.5 მილიონი მაღაზია და წელს არის 300 მილიონი. წარმოგიდგენ ამ ხელს ხო 100-ჯერ გაზრდილია კონკურენცია, ხო? და ნუ მოკლედ მაგას სულ ვიძახი ხოლმე, რომ აი ძალიან მარტივი არ არის რა ეს საქმე რა, რაც არ უნდა მარტივად ჩანდეს. კი, შეფუთვისას მეც რაღაც პონჩი ვიყენებ ხოლმე სტრატეგიას, შედეგებს ვაჩვენებ, მაგრამ იმ შედეგების უკან იმდენი ოფლია დაღვრილი და იმდენი ნერვიულობა და რა ვიცი, აი ღამე გათენებული ღამეები, რომ ეხლა მაგას ხო არ იტყვი ხა. ეგ თუ ილაპარაკე, მაშინ რავი, არავინ არ იყიდეს. მაგას ხო არც უყურებენ. ეგეც უნდა გაიგო და ეხლა რაც შეეხება პრობლემებს, ნუ პირველი პრობლემა ალბათ რაც არის ხოლმე, ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის payment solution-ები, რომ გაგიჭედავენ რაზე რა, რომ საერთოდ არავის არ მოწონს dropshipping ბიზნეს მოდელი რა, როგორც ეს ბანკებს რა და გეტყვი რატო. იმიტომ რომ მომხმარებელი უკვეთავს პროდუქტს ორკვირიანი თანხის დაბრუნების გარანტია აქვს, მაგრამ ამ ორ კვირაში ვერ ასწრებს ეს პროდუქტი ჩასვლას. მომხმარებელი მერე ღებულობს 2 კვირის მერე ამ პროდუქტს, ხო ხდები და 2 კვირის მერე უჩნდება კომპლეინი რა, უკვე გასული ვადის მერე და მერე ითხოვს თანხის დაბრუნებას და რა პრობლემაა, ბანკი გარანტიის დრო უკვე ამოწურულია, თანხაც ვერ უბრუნოს, მომხმარებელი ბანკზე ბრაზდება,
გაბრაზებული ბანკის მომხმარებელი სხვა ბანკში გადადის, ეს ბანკს არ აწყობს long term-ში. და მაგის გამო მე რა ხდება, ბოლოს ისე მოხდა, რომ 2020-დან თუ 21 წლიდან უკვე ეს payment provider-ები ვინც არიან, ძალიან მკაცრები არიან რა. აი შეიძლება მე მქონდა ეგეთ შემთხვევა, უცხოელ მეგობარი მყავდა, რომელსაც სადღაც $100,000-ზე მეტი თანხა გაუყინეს. ოღონდ გაუყინეს ცოტა ხნით კი არა, 1 წლით. ეხლა როგორია 1 წელი, რომ ფული გიდევს, მაგრამ ვერ იყენებ იმ ფულს და თან ეგ ფული გჭირდება იმისთვის, რომ უკან ჩააბრუნო ბიზნესში, ხო, უფრო მეტი იმასგან. ამიტომ ერთი პრობლემა ეგ არის, თუ არ გაქვს კარგი ლოჯისტიკა რა და აი მაგისტვის პირველი solution-ი არის პერსონალური აგენტი რა, აგენტი უნდა ყავდეს, იმიტომ რომ დიდ შეკვეთებზე როცა მუშაობ, მე არ მაქვს საუბარი რა პატარა შეკვეთებზე, ხა თვეში 10-20 ორდერი თუ გაქვს და იქიდან 2-3 მოგედავა, არც ბანკი მოგაქცევს ყურადღებას და დაიგიდებენ რა, ეგ არაფერია, მაგრამ აი როცა უკვე გინდა რომ მართლა რეალო ბიზნესად აქციო და თვეში გაქვს ერთი 2000-3000 შეკვეთა, მე უკვე უეჭველი გებწვიან რა და მაგის solution-ია პირადი აგენტი, რომ იმ აგენტმა უზრუნველყოს ეს პროდუქტი, მალე დამზადდეს ჩინეთში, მალე ლოჯისტიკურად გაემზადოს, გასაგზავნოს და მალევე ჩავიდეს ამერიკაში თან კარტოში რა. ეგ არის პირველი პრობლემა, რაც არის ხოლმე. მეორე პრობლემა თვითონ advertising პლატფორმები, აი მაგალითად Facebook-ი და TikTok-ი რა. შეიძლება რაღაც რეკლამა გაუშვა, მაგრამ იმუშავოს, მაგრამ მე მთლიანად დაგბლოკონ ყველგან რა. ეგეთ შემთხვევა ქონდა ძალიან მაგარ ბრენდზე, რომელიც სხვა შორის ეხლაც მაქვს ეს ბრენდი, მაგრამ კვდება რა, იმიტომ რომ ერთხელ ლოგოს როცა ამოიცნობს და პროდუქტს როცა ამოიცნობს Facebook-ი რა, მე რამდენი ახალი აკაუნტს არ უნდა გააკეთო, ბლოკავს ყველგან რა. დაჟე რა ვცადე, იცი რომ ლოგოს ვაფშე მთლიანად შევცვალეთ, სახელი შევცვალე, მაგრამ მე ვაფშე მივხვდი რომ ალბათ IP-ის დონეზე თრეკავენ და არ ვიცი რა, მოკლედ აი რაღაც მაღაზია იყო, რაღაც კონკრეტული პროდუქტი, იმ პროდუქტს არ დავასახელებ, იმიტომ რომ საკმაოდ კაი პროდუქტია და საჯაროდ არ ვასახელებ ხოლმე და მოკლედ ის პროდუქტი დაიბლოკა რა, იმიტომ რომ რეკლამაში იყო რაღაც ისეთი controversial რამე, რომ მაგან გამოიწვია რა და ერთხელ თუ დაგერხა, მე იგივე პროდუქტისზე რომ მოგინდეს რეკლამების გაგრძელება, უეჭველი ბლოკები. ამიტომ Facebook-ის პრობლემა რა, შეიძლება ერთხელ გადაგეკიდოს და მე მე დაჟე შემთხვევა მქონია სულ ვიდეო რომ დავიწყე e-commerce-ი, რომ ერთი რაღაც რეკლამა დაუშვი, არასწორად რაღაც გაუშვი, სადაც სხვადასხვა კურსების ამბავზე იყო, ხო, კურსებზე როგორ მქონდა, იცი რომ კურსები რო გაუშვი მაშინ. აი კაკრას მაგას ვამბობდი, რომ მეთქი აი $500-იანი გაყიდვით თქო, $13,000 შემოსავალი დავაგენერეთ თქო და ეგ Facebook გაიყვანა fraud-ში რა, fraud-ში და scam-ში რა და ჩამთვალა რომ scammer-ი ვიყავი. ანუ რეალურ ამბავს ვიძახდი, რეალურად ბანკის ამონაწერე ყველაფერი მედო საიტზე სპეციალურად რავი რაღაც მქონდა ეგეთი მომდი რომ ხალხი არ მენდობოდა, იმიტომ რომ მართლა არა რეალური ხო ვიღაცამ რომ იტყვის რომ $500 $13,000 გავყიდე, ან ძალიან არ შეიძლება არ და კი არა, ალბათ 90% შემთხვევაში არ დაუჯერებდა. ხო და Facebook-მა დამბლოკა და მარტო ერთ იმაზე კი არ დამბლოკა, პრობლემა შემოქმნა რა, რომ მთელი ბიზნესები რაც კი მქონდა, ყველაფერი დამბლოკა და ჩემი კლიენტებისაც და ჩემმა კლიენტებმა დამიწოს რომ რაზე დავიბლოკეთო და ეხლა იმას ხო არ ვიტყოდი რომ ჩემი რეკლამების გამო მე შენს დაიბლოკე ხო? რა ეხავს ხო? და აი ძალიან დიდ შარში გავახვიე რა. და მაგ შარიდან თავის დაღწევას ძალიან დიდი ნერვები უნდა და ფსიქოლოგიური მომზადება რა, ეგეც მეორე ყველაზე დიდი პრობლემა და მესამე ალბათ ვიტყოდი, ეს არის customer support-ი თუ არ ყავს რა, კარგი, იმიტომ რომ customer support-ი თუ არ ყავს, ძალიან დიდი პრობლემები გექნება რა, მომხმარებლის მხრიდან, იმიტომ რომ გამოსული customer support-ი ასეულს იცი რომ რაღაც შეიძლება ვიღაცა ეხა რომ მოვა და გეტყვის რომ ეხა ცუდ შეფასებას დაგიწერეთ და ყველგან გიჩივლებ და ყველგან დაგიკომენტა, ეგ ცუდია, იმიტომ რომ Facebook-იც კი თრეკავს რა. რეკლამაზე რომ დაგიწეროს ბევრმა რომ საშინელება ნაგავია, არ ჩამომივიდა, Facebook-იც ბლოკავს მაგაზე რა. ეგეთ შემთხვევას გქონია სხვა შორის რომ პროდუქტი გავუშვით, მე ლოჯისტიკური პრობლემა შეგვიქნა და დავიბლოკეთ მაგის გამო. ანუ ჩვენი customer თალკი აქვს Facebook-ს, უღონც უცხოეთ შეგვიქ საქართველოში არა. რაღაც review score-ი აქვს რა და review score-ზე 2-ზე დაბლა თუ ჩამახვალო ვარსკვლავებითო ბლოკავთ რა და 2-ზე დაბლა ჩამო დაბლოკავს. ეგ არ ვიცოდი ძალიან customer support-ი ძალიან მნიშვნელოვანია, მე ავიყვანეთ კარგი customer support-ი და ნუ როგორ რაღაცა ვიცი, რამდენი გაბრაზებული მომხმარებელი მოვიდა და ხან ფასდაკლებას თავაზობდით, ხან მეუბნებოდით რა, აი გარანტიას გაწევთ რომ თუ 3 დღეში არ მოვა, მე თანხით დაგიბრუნოთ და ნუ ესე წელავდით და აღარ გვიწერდნენ რა ცუდ შეფასებებს რა. ძალიან უცნაური წესები ქონია Facebook-საც არ ვიცოდი. საშინელება იცი ამდენად. კიდე ეს რა არის. შემიძლია მთელი ჯერი ლაპარაკობს. ანუ ეხლა წევან კურსი ახსენე შენი.
და ესეთი კითხვა მინდა რა დაგისვა. აი სიტყვაზე ავიღოთ ორი ადამიანი რა. ერთი აპირებს dropshipping-ის სწავლას თვითონ, ესე რომ ვთქვათ, აი ყველაფრის თვითონ გაკეთებას, პროდუქტის მოძიებას, რეკლამის თვითონ გაკეთებას, რავი, ყველაფერს მოკლედ. და მეორე არის გადაწყვიტა ადამიანმა, რომ მოდი ვისწავლო კურსს გავივლი, ვისწავლი და აირჩიე შენი კურსი რა. ორივე ადამიანს უნდა რომ ერთი და იგივე პროდუქტი გაყიდოს რა. უფრო მარტივიც რო იყოს რა სიტუაციის აღსაქმნელად რა. უნდა რომ ერთი და იგივე პროდუქტი გაყიდოს, ანუ ამ ადამიანს რომელსაც უნდა რომ თვითონ ისწავლოს და მეორე ადამიანს რომელიც შენთან მოდის სასწავლად, ეს რაც ოდნას მიიღებს და ამას სადამდე შეუძლია განვითარება ინტერნეტით. აი შენი კურსი რას აძლევს ადამიანებს ეგ რომ მითხრა რა. ერთ-ერთი საუკეთესო კითხვა რაც გამიგია კურსთან დაკავშირებით მართლა რა. ანუ იდეალურად შემიძლია ხა ჩამოვწერო ყველაფერი, იცი რა. ხო, ალბათ პირველი სხვაობა რა არის, რომ აი წეგანაც ვახსენე რა, საქართველოს პატარა ქვეყანა, რომ რამც არ უნდა ინტერნეტში შეხვიდე, იქ არავინ არ დაიწყებს უცხოელი იმაზე ლაპარაკს, რომ აი ჯორჯიაში როგორ ხდება ეგ რა, ბიზნესი როგორ დაარეგისტრირება. ერთი ეგ არის, რომ ჩემი კურსის შემთხვევაში პირდაპირ ქართულ სეგმენტზე, ქართველებმა როგორ გავაკეთოთ ეგ, რომ აი ამდენი, იმიტომ რომ ახლა ამერიკაში ამერიკელმა რო დაიწყოს იმის არაფერი არა, იმას არ ჩეპესეს გახსნა, არაფერი არა, მაგრამ შეუძლია იმე წარმოებში გააკეთოს 5 წუთში და всё დაიწყოს ბიზნესი. თავისი პერსონალური ბანკის ანგარიში და ქართველს სჭირდება იქ შეპესეს რეგისტრაცია, იქ დოკუმენტების გაყალბება, იქ კიდევ რაღაც ჩალიჩი, მოკლედ ლოდინი, აი პასპორტების ატვირთვა და ძალიან ბევრი რაღაცა რა, რაც არ არის მარტივი ნახოთ რა და პირველი ღირებულება ეგ აქვს ჩემ კურსს, რომ მაგ ყველაფერს ასწავლის და არა მარტო ასწავლის, თუ რამე პრობლემა გაქვს, მაგის გარანტიასაც ვიძლევ ხოლმე, რომ ყავს სპეციალურად ადამიანი გადატრენინგებული, ვინც მაგ საქმის ახლა უკვე ექსპერტია და შეგვიძლია რომ მასთან ქოლი ჩანიშნო და პირდაპირ გაუზიარო ეკრანი და გეტყვის რა პრობლემა გაქვს, რატო ვერ გაიარე ვერიფიკაცია რაღაც ეტაპზე, რის გამოც შეპესეს ვერ არეგისტრირებ. ერთი ეგ შეპესესა ნაწილი. მეორე ისევე აი თუნდაც სიმბარათების ამბავიც რა, მე უცხოური კურსებს უყიდლობ ხოლმე. ჯერ უცხოელებისგან ვსწავლობ პრაქტიკაში ვინერგავ და მე ვასწავლი რა. არასდროს არ ვიცავი რომ პროსტა ვაქართულებ რა, რაღაც მოусმინო და მე რომ მე იგივე სიტყვით გამომეორო რა, ეგეთი ადამიანი არ ვარ და არც ვიქნები და სიმბარათი გამოვიწერა იმ რაღაც უცხოელი კურსები ვისიც ვიყიდე, იმისი სიმბარათი და აღმოჩნდა რომ საქართველოში სიმბარათი არ მუშაობს. მარტივად რა, თურმე ევროპაში იწერს, ესტონეთამდე, უკრაინამდე და ჩვენთან უკვე არა. მომიწია ჩემით, მე სიმბარათი ამდენი სიმბარათი დამჭირდა, ერთი 5-6 სიმბარათი დამჭირდა შემეკვეთა რომ გამეგო საქართველოში რომელი მუშაობდა. ეგეც რა. ან ჩემ თავზე მაქვს ყველაფერი გამოსული, ხო ხვდები, ანუ საქართველოსთან. თუნდაც დროის ამბავში რომ ეხლა შენ რომ მუშაობ ამერიკულ ბაზარზე როგორია ხო ეხლა შენ რომ იღვიძებ მაშინ ძინავთ შენ მომხმარებლებს და როცა გძინავს მაშინ გვიძავთ შენ მომხმარებლებს. აი ეგეც ლოჯისტიკური ამბავი ძალიან დიდი პრობლემაა როგორ უნდა მოაგვარო ეგ ყველაფერი მოკლედ ახსნილია კურსში. და ყველაზე დიდი პლუსი ალბათ ჩემს კურსსაც აქ რომ აი იდეალურად არის დაალაგებული რა ეტაპობრივად რა არის მე უნდა გააკეთო რაც უცხო შენით რო იჩალიჩო იცი რა შეიძლება მე პროცესში აღმოაჩინო რომ თურმე ნახე საიტი რო შევქმნი არ ვიცი payment-ზე თურმე ესეც უნდა გამithვალისწინებინა თურმე landing page-ზე ესეც უნდა ჩამესვა და გაყიდოს რომ გამისდით. ბევრი რაღაცებია რა რაც შეიძლება მე პროცესში აღმოაჩინო. ეგ ცუდი არ არის ხაჩოს ახლა ეგ მეც მაგ გამოვლილი რა უბრალოდ მე მაგას ვეუბნები ყველას რომ ჩემი კურსი არის უბრალოდ shortcut-ი რა ანუ იქ იმითაც შენ რო იჩალიჩო უეჭველი მიაღწევ უეჭველი თუ მიზანს დაისახა უეჭველი მიაღწევ და მაგას ვეუბნები ხოლმე რომ მეთქი ჩემი კურსი კი ფასიანია მაგრამ შენ შეგიძლია უფასოდაც ისწავლოს ინტერნეტში იმდენი ვიდეოებს რომ ჩემზე უკეთ ხსნის ბევრი იუთუბერი რაღაც კონკრეტული კუთხით რა ვიდრე მაგაზე მე და უფრო ჩემზე დიდი გამოცდილებაც აქვს რა მაგას ყოველთვის ვაღიარ ხოლმე არ ვიძახი რაღაც ყველაზე ტოპ რაღაც 1% შევიდე რა ხო და მე უბრალოდ მაგას ვეუბნები რომ ჩემი კურსი არის shortcut-ი რა მოკლე გზა უბრალოდ იქამდე როგორ მივხვიდე რა წარმატებამდე და კურსის საერთოდ პირველი მოდული არის ხოლმე мотиваცია აღონც ეს мотиваცია როგორიცი რომ აი გთხოვ გეხვეწები რომ დაიწყებ უეჭველი ბოლომდე მიიყვანე რა იმიტომ ძალიან ბევრია ხოლმე ეგეთი რომ ძალიან ამბიციურია უნდა ვითომ მაგრამ მე პროცესში ვაიმე ერთი პრობლემა შეექმნება და იკიდებს რა ხო ეგ ალბათ იმიტოა რომ ზუსტად მაგ დაქირავებული ლამბორგინების იმას რო უყურებენ ხო რა აი რომ გონიათ რომ ძალიან მარტივია და თან მithumetas ქართველი მაგარი ზარმაციერი ვართ რა აი ძალიან გვეზარება და აი
ყველაზე მარტივად გვინდა, დღესვე გვინდა რა, ანუ ხვალინდელი ქათამი კი არ გვინდა, დღევანდელი კვერცხი გვინდა, ოღონდ უკვე გამოჩეკილი თან რა. ანუ არ არის რა, ეგეთი მარტივი არ არის და მაგას ვიძახით, თორე სხვაობა კი არაფერი არ არის, ანუ ერთადერთი სხვაობა, ну რაც გარანტია შემიძლია, მართლა ეგ არის შეფეს რეგისტრაცია, როგორც საქართველოს პრობლემა რო იქნება, ეგეთი ალბათ რავია, ერთი ტაჯიკეთში და ეგეთ ქვეყნებში თუ იქნება უარესი პრობლემები, ან ბანგლადეში. ანუ და შენი კურსი რამდენი ლექციისგან შედგება რა? ესე დაწვრილი არ მაქვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნუ სადღაც მოდული არის 6 მოდულია და ალბათ ჯამში 100 ვიდეოა რა. ზოგი არის 9 საათიანი, ზოგი 1 საათიანი, ზოგი 15 წუთიანი, მაგრამ 100 ვიდეო რა. ჯამში საათობრივად ვიცი 82 საათია. და 82 საათში სწავლობ ყველაფერს რა, დაწყებული როგორ გავუშვა რეკლამა, თუნდაც TikTok კონტენტით, ან ორი გზა არა, საერთოდ dropshipping-ის რა, ორივეს ვასწავლი. ერთი არის ორგანული dropshipping-ი, მეორე paid. ორგანულ dropshipping-ში, იცი რა, კურსშიც ვამბობ მაგას, რომ ორგანულში მე პირადი შედეგი არ მაქვს რა, მაგრამ მომწონს, რავი, მომხრე ვარ, ძალიან მომწონს და ხვდები რა არის საჭირო იმისთვის, რომ მაგ წარმატებამდე მიხვიდე. მქონდა მცდელობა, მაგრამ იცი რა, როცა უკვე იცი რაღაც გზა, ხო, რითაც უკვე ფულს აკეთებ, კი, კარგია რომ ისწავლო მეორე გზა, მაგრამ თუ ის იმით აკეთებ, მაშინ რაღაცა საჭიროა, ხო? მაგიტომ ეს არ მქონია რა, იმიტომ რომ ორგანულ dropshipping-ში რაღაცა ყოველდღე გჭირდება ვიდეოს გადაღება, დამონტაჟება და ის სუსახში უნდა იყო რა. ან წინასწარ უნდა გადაიღო ძალიან ბევრი. და თამარი კიდევ პრობლემა გექნება, რომ ეს სიმბარათიანი ტელეფონი ცალკე უნდა ქონდეს და მე ის სულ უნდა ათრიო და VPN-ი ჩართული და ნუ კაროჩე რა. ჩალიჩი უნდა რა და ჩაჯდომა მთელი დღე და paid advertising შემთხვევაში ეგრე არ არის რა, ერთხელ რეკლამას აწყობ, ფასიან რეკლამას გავუშვებ და ну ლეპტოპი ახლა სულ დამახ და ლეპტოპით ვაკონტროლებ ხოლმე, ხო კარგად spend-ავს ბიუჯეტი, ხო კარგად არის მოგება და ასე შემდეგ რა. ამიტომ ეს ორგანულ dropshipping-ს მე პირადად არ ვაკეთებ რა, მაგრამ კურსში მაქვს ახსნილი ყველანაირი პრაქტიკული თეორია მასალა. რაღაც შედეგები მაქვს, რა თქმა უნდა, მქონდა მეც მცდელობა, რატომაც არა, просто ჩემს პონჩი იცი რატომ მინდოდა რომ მეთქი საერთოდ არ მიყვარს ხოლმე რა, თუ რაღაცაში გამოსვლება არ მაქვს და შედეგი არ დამიდია, იმას არ ვცდობ ხოლმე რომ არ ვასწავლო რა და ზუსტად ეგ concern მქონდა რომ მეთქი აი რა თქმა ეგეთი რამე ვასწავლო, რატომ უნდა ვასწავლო თქო და ну გავაკეთეთ მე და ჩემი მეგობარმა აკაუნთი და დავდეთ სხვა შორის ნახვები, ზოგი ვიდეო გაგვივარდა მილიონ ნახვაზე რა. მაგრამ როგორ იყო იცი ნიშა ავირჩიეთ სხვა რა, პროდუქტი არ იყო ამ შემთხვევაში, ციფრული პროდუქტს ვარეკლამებდით და ციფრული პროდუქტის გარეკლამა გავუცადეთ რა. რაღაც სეილებში დაკონვერტირდა და მაგრამ ისეთში არა რომ game changer ყოფილიყო, რომ მე მთელი სტრატეგიები შემეცვალა და მე თქვა რომ ვა ორგანულ ყოფილა ყველაზე მაგარი რაღაც რა. მით უმეტეს ეგეც ძალიან აი ორგანულზეც იგივე შემიძლია თქვა რა, ეხლა ერთი წლის წინ რო გველაპარაკა ჩვენ ზუსტად ამ ადგილას, ვიტყოდი რომ ძალიან მაგარი რაღაცა, მაგრამ წელს უკვე იმდენი აკეთებს, რომ უკვე ძალიან დიდი კონკურენცია და რაღაც სერიოზული რაღაც სჭირდება ხოლმე რა. მაგრამ ნუ დღემდე რაღაცა მუშაობს, ბოლო პროდუქტი რაც შემხოს სვიშ მახსენდება ხოლმე სპორტული ჩანთა იყო რა და ტიპი როგორ არის რეკლამობდა რა. სპორტულ ჩანთაში დებდა ესეთ რაღაცა წერა POV ხარ მესი რა და მიდიხარ სავარჯიშოდ და ბარსელონის მაიკის ნაცვლად დებდა რეალის მაიკას რა და ნუ აი ხალხი წამოვიდა კომენტარებში რომ რა შუაშია და რაღაც და ნუ კიდევ მეორე ის ქონა რომ მეორე კიდევ უფრო მაგარი ქონდა ის არ ქვია POV ახალგაზრდა ბიჭი ხარ ვარჯიშობ რა და ვარჯიშის ბურთს რაღაც ფუცებს ალგებს და მერე ფუცებ პრეზერვატივი და ჩაჭადო რა და მაგაზეც კომენტარი რა თქმა იქ ბაზაზე და რაღაცა ასე კი ანუ ეხლა რო შევაჯამოთ რა ანუ რეალურად dropshipping-ზე საუბარი რო დავამთავროთ ძალიან რთული სფეროა ძალიან რთულია თან უკვე როგორც შენ თქვი 300 მილიონი მაღაზია თქვი ხო 300 მილიონი მაღაზია თუ ესე იგი კონკურენცია ძალიან დიდია კი ასე რომ თუ გადაწყვეტ dropshipping-ს ძალიან სერიოზული პროდუქტის პოვნა პროდუქტი შეთავაზება ძალიან ბევრი რამეა რა თან იცი რა არის მე ესეთ პრობლემებს კი მქონია რომ რაღაც პროდუქტი მიპოვია გამირეკლამებია მაგრამ მუშავე მაგრამ ერთ თვეში იმდენი კონკურენტი გამოჩნდა მაგ პროდუქტს ხო რო იცი რა ძალიან მარტივია დაკოპირება რა აი ვიღაცას რო დაინახავ რომ ყიდის ერთ-ერთში გადაიტან იგივე რეკლამას იგივე საიტს всё რა ანუ ჩათვალე შენი კლონია რა ხო კი და ანუ როგორი რაღაცა იცი მაღაროსავით არის რა აი მაღაროსვა და რეკლამა რატომ იმიტომ რომ მაღაროსვა ამოწურვადი რესურსია რა შენ რომ მაღარო იპოვე ხა და ვიღაცა რომ მეორე წერაქვით მოვიდეს და იგივე სტრა დაიწყოს რა ანუ უფრო სწრაფად ამოწრით ამ მაღაროს და ამოიწურება და всё რა მე
მორჩა, დამთავრდა. მე ახალი მაღაროები აქვს საპონები. ხო. ეგეთი თემაა რა. შემდეგი რაზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ არის უკვე ციფრული მარკეტინგი რა. ეგ უკვე შენი სფეროა და მოგვიყვევი რა ხდება, როგორ ხდება. ხო, აი ის მინდოდა მეკითხა რომ როდის ანუ სერიოზულად როდის დაიწყე ციფრული მარკეტერობა რა. ან რა გახდა მაგის მიზეზი, ეგეც რომ მოგვიყვე, შენი გზა რომ მოგვიყვე რა ციფრულ მარკეტინგში. ხო, აი YouTube-საც შევეხები რა ეხლა. წლების მერე აღმოჩინე თურმე ციფრულ მარკეტინგში, თურმე 2014 წლიდან ვარ, იმიტომ რომ დაჟე უფრო ადრე მგონი რაღაც ვიდეოს რავია, ძალიან ადრინდელი დროიდან ვარ, მაშინ ადრე ვაფშე ზეკრი პირველად ვერ ყვა და რავი. კაი დროა ბავშვობა რა. მithmes ხა მაშინ ჭეტია 5 იყო გამოსული და ხო, ეგ გეიმპლეიები კარგად ვერთობოდი ასე ვთქვათ რა. ცუდია რომ ცოტა ბევრი დრო წაიღო და აი ბევრი დრო რომ სხვა რომელიც რო გამაყენებინდა ალბათ ეხლა უფრო წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ბავშვი ვიყავი რა და არ ვიცოდი. ხო და ძალიან ადრინდელი დროიდან აღმოაჩინა თურმე კონტენტ მარკეტინგი და კონტენტ კრეატორობა ციფრულ მარკეტინგის ნაწილია რა და ვაკეთებ უკვე ამდენი წელია რა, ლამის 12 წელია რა, მაგრამ როგორც ესე ციფრული მარკეტერი ვიტყოდი რომ 2018 წლიდან, ანუ 6-7 წელია რაც იმენა აქტიურად ვარ ჩართული მაგ მიმართულებით რა და რასაც ქვია ბიზნესებს ვეხმარები, Facebook-ში რეკლამას ვშვებ, Google-ში რეკლამას ვშვებ, ფანელებს ვაწყობ, სტრატეგიებს რა, ასე შემდეგ. რა, ძალიან ჩემს არის ძალიან გასართობის სფერო. აი, ჩემნაირი ადამიანს არის რა, მე არ მიყვარს რაღაც ერთფეროვნება რა ცხოვრებაში ვერ ვიტან რა, რაღაცა ერთხელ რაღაცას რო გავაკეთებ და იმ შედეგს დავდებ ხოლმე, მიყვარს რომ დაჟე ვიღაცას გადავაბარო ის და რაღაც ახალი დავიწყო, იმდენად ბეზდება რა, არ ვიცი რაღაც. ძალიან მალე ბეზდება ხოლმე და ციფრულ მარკეტინგ აგრეს ეგეც სფეროა, რომ უცებ ადაპტირებადია და შეგიძლია უცებ რაღაც დალანჩვა, წკაპ გამზადო, მე მეორეს გადახვიდე რა. ეგეთი სფერო არის რა. ცუდია რომ ძალიან ბევრი წელი მოვანდო იმას, რომ სხვებს ვამდიდრებდი ციფრულ მარკეტინგი და ჩემი წელით. მაგრამ ბოლო წელიწად ნახევარი რაც იმენა წამოვედი ყველანაირ სამსახურიდან და ჩემით ვაკეთებ ყველაფერს რა, ჩემი ანუ არა მარტო ჩემი ბიზნესის, სხვებისთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ეხლა უკვე ჩემი ბიზნესებისთვის. იმაზეც რო გითხრა, შენს სამიძე, E-Summit. ხო, E-Summit კიდევ ერთი ჩემი ძალიან საყვარელი პროექტია. E-Summit ვინც არიცით, ეს არის ციფრული მარკეტინგული ღონისძიება პირველი საქართველოში. წინა წელს ჩავატარეთ პირველად 2023-ში ქონდა, სპონსორიც ყავდა საქართველოს ბანკი და მათი მხარდაჭერა რო არა საერთოდ წარმოუდგენელი იყო და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. და ნუ ეს ციფრული მარკეტინგული ღონისძიება წინა წელს რო ჩავატარეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება გამოვიწვიეთ. ძალიან დიდი აჟიოტაჟი, ბევრი მოლოდინი, ბევრსაც კარგი მოლოდინი ჰქონდა და არ გვინდოდა მაგის ცუდად გამოყენება, რომ ერთჯერადი არ ყოფილიყო ეს რა. და ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო მაგაში და ვფიქრობ წელს სპონსორის წელს ხო იცი რომ სპონსორის გარეშე მოგვიწევთ, რომ არჩევნები დაგვემთხვა იქ არეულობა იყო ქვეყანაში და მესმის ხო კომპანიებს აღარ ქონდათ იმის დრო და რესურსი, რომ შენ რაღაც ერთდღიანი ივენტში რომ ამდენი ფული ჩაიდო. ხო, გასაგებია. და ძალიან ვამაყობ მაგ ფაქტით, რომ ანუ წინა წელს იმდენად დადებითი ემოციები დავტოვეთ, ეგ დავასკვანი, რომ სპონსორის გარეშე ალბათ ვართ ერთ-ერთი იშვიათი ღონისძიება საქართველოში, ვინც სპონსორის გარეშე საერთოდ ჩაატარა. აი ესეთ დონეზე, ესეთ მასშტაბზე, შერატონში ქონდა წელს და 500 ადამიანი მოვყავდა სტუმარი და რავი, დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ძალიან ყოფილი დარჩა რა და ნუ ესეც სამიტი არის მთლიანად ციფრულ მარკეტინგს რა ყველანაირად ეხება ისეთ სფეროებს როგორც არის e-commerce, affiliate marketing-ი, კიდევ ვილაპარაკეთ ზოგადად ციფრულ მარკეტინგზეც, copywriting-ზეც, branding-ზეც, AI-ზე, AI ახალი მიმართულება და არავინ არ ლაპარაკობს საქართველოში და ჩვენ შემოვიტანეთ ერთ-ერთმა პირველებმა და ნუ მოკლედ უფრო მეტი გეგმებიც გვაქვს რა. შემდეგ წელს მაგალითად გვინდა რომ საერთოდ ორჯერ ჩავატარო წელიწადში და არ იყოს ისე რომ მარტო წლის ბოლოს. და ასევე არ გამორიცხავ შემდეგ წელს საერთოდ ვაფშე კავკასიაში პირველები ვიყოთ, ვინც მაგას ვიზავთ და სომხეთი, აზერბაიჯანი, თუნდაც იქიდან თურქეთი, თუნდაც რუსეთიდანაც რავია რომ მოვინახეთ ციფრულ მარკეტინგზე, მაგას არ ვეტყვით რომ არ მოხვიდეთ და რაღაცა. უკრაინიდანაც ვაპირებთ, ბულგარეთი, აი ესეთი ქვეყნებიდან გვინდა რომ მოვიწვიოთ სტუმრები, ხოლო სპიკერები რა თქმა უნდა ძალიან დიდი კომპანიებიდან რა. ეგეთი გეგმა გვაქვს რომ მეტადან
Google-დან და ბევრი სხვა ეგეთი თუნდაც X-დან ბევრი ადამიანი ჩამოვიყვანოთ რა უცხოელი სპიკერი. წელს ყავდა ერთი უცხოელი სპიკერი, ეგ იყო ჩვენი ასე ვთქვათ ანონსივით, სპოილერი, რომ აინახე ეს მომავალში უფრო მეტი გვეყოლება რა და ძალიან დიდი აი რო დავაგვირდით Facebook-ში ხო ვსთორავდნენ და Instagram-ზე და ყველაზე მეტი mention-ები ჰქონდა როგორც კი ეს უცხოელი სპიკერი გამოვა. ყველა მაგას ვსთორავდა რა, იმიტომ იმდენად მოეწონა და საქართველოში იმდენად იშვიათია ეგ რომ ვიღაც უცხოელი ჩამოდის თან დიდი ტიპი. და ეს კონტენტ კრეატორი იყო, რომელსაც 9 მილიონი გამოწერა ყავს და AI მიმართულებით ძალიან დიდ კონტენტს ქნის რა, TikTok-ზე და Instagram-ზე და ну ძალიან ისეთი მოულოდნელობა იყო რა, surprise speaker-ად დავანონსეთ და მოკლედ ვფიქრობ რომ ესე თამამად ვიტყვი რომ მოლოდინს გადავაჭარბეთ რა ისევე და მივყვებით მაგ სტრატეგიას რომ შემდეგ წელს უფრო დიდი მასშტაბით დავუყოთ. ძალიან კაი წარმატებები. მადლობა. აი პირველი ის რო გააკეთე Ad Summit-ი, ანუ რა გქონდა გეგმაში რა? რას ემსახურებოდა ეს Ad Summit-ი? ხალხს რო გაიგო ციფრულ მარკეტინგზე თუ რა იყო მიზანი? იცი რა, გეტყვი შარც არიდან დავემბადა იდეა რა, მაგას მოვყვები და უფრო მივხვდები. ერთის ღონისძიებაზე ვიყავი ჩემს ახლანდელ თანადამფუძნებელთან ერთად და აი ამ ღონისძიება ხარ დავასახელებ, მაგრამ კაი ღონისძიება იყო. მაგრამ მივხვდით რა, რომ ეს ღონისძიება ძალიან კონკრეტულად იყო მარტო მარკეტინგზე რა და არა ციფრულზე რა და აი ძალიან ზოგად რაღაცებს ლაპარაკობდნენ რა, ბანერი როგორ გამოაკრა და რავი რაღაც რა. რაც ხა ციფრულთან აფიშვაში არა და ვფიქრობ რომ ძალიან ძველმოდულია უკვე რა, მეტად ძველმოდულია ბანერების გაკრა ქუჩებში, როცა Facebook-ში შეგიძლია რეკლამა გაუშვა. ხო და იდეა მაგ ღონისძიებაზე დამებადა. მანამდე სულ მაწუხებდა ეს იდეა და სიმართლე გითხრა, ბრენდინგი და ყველაფერი უკვე შემუშავებული ქონა მაგ ღონისძიებამდეც კი რა და უბრალოდ არ ვიცი რაღაცა ისევე შიშები მქონდა რა, შიშები სულ გაქვს რა და აი ზუსტად მე ვუთხარი ჩემს თანადამფუძნებელ ელენეს რომ მეთქი ელენე რაღაც იდეა უნდა გითხრათ ხო რა და აბა გამოუშვია და მეთქი აი ესე და ესეა თქო უკვე მაქვს ლოგო მაქვს საიტი მაქვს ბრენდინგი მაქვს ყველაფერი თქო იდეა მაქვს და მინდა რომ ციფრულ მარკეტინგი გავაკეთე მაგრამ მარტო მე არ მინდა თქო რა იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდი შრომა უნდა რა და ძალიან დიდი რესურსი მაქვს ყველაფერს და ну მასაც ძალიან მოეწონა მე კიდევ ერთი ჩავერთეთ ციფრულ მარკეტინგში არის არ ვიცი ალექსანდრე ჩომახიძე ის თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომიტეტი აქვს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციფრული მარკეტერია და მოკლედ ჩვენ სამმა გავერთიანდით ძალები იმან კომუნიტის ხარე აიღო მე საიტი და გაყიდვების ხარე ელენმა აიღო ორგანიზაციის ხარე ანუ რომ გაყიდვა უბრალოდ ლოჯისტიკა და სპიკერები და ну მოკლედ ესე იდეალური გუნდი შევიყარით რა და ეგრეთ ჩავატარეთ და თავიდან იდეა ჰქონდა რომ მოდი ძალიან კონკრეტულად იყოს ციფრულ მარკეტინგზე და იყვნენ მარტო ისეთი ადამიანები, ვინც ან დამწყებები არიან ამ სფეროში და უნდათ მეტი გაიგონ, ან ისეთები, ვინც პროფესიონალები არიან და უნდათ რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ, მეტი გამოსვლება და თანაც თავარია ყველა ივენთის ყველაზე დიდი პლუსი არის ნეტვორკი. რომ უბრალოდ გაცვალონ კონტაქტები და დაიპარტნიორონ უფრო მეტი ორგანიზაციები და ადამიანები. და რადგან ეგ ფორმატი ჰქონდა სპიკერებიც მაგის მიხედვით გადავანაწილეთ ზოგს ისეთი მარტივი თემები მივეცით, რომლებიც უფრო დამწყებებისთვის იქნებოდა საინტერესო, ზოგი კიდე ისეთ ექსპერტ დონეზე ვალაპარაკეთ, რომელსაც მარტო პროფესიონალი ციფრული მარკეტერი თუ გაიგებდა. და ანუ პარალელურად კიდე ხა წინა წელს არ ქონა ბევრი რაღაცები წელს უფრო დავამატეთ, თუნდაც ნეტვორკის მხარეზე ცალკე ვორქშოპები დავგეგმეთ, ცალკე ოთახები გამოყავით სივრცეები მაგისტვის და წელს ხო ვიტყოდი რომ მეც პირადად ჩემი გამოცდილებით უფრო მეტ ადამიანი გავიცანი, უფრო მეტი ადამიანი დავიპარტნიორე და ეხლა არ დამალა რამდენიმე დღეში რამდენიმე მაგ ადამიანებთან შეხვედრები მაქვს ჩანიშნული, რომ იქნებ რაღაცაზე კოლაბორაცია გავაკეთოთ რა. ვაუ. ეგ ძალიან საინტერესო ამბავია რა. მეც მაგრად დამაინტერესა. შემდეგ სამიზე შეიძლება მოგიწვა როგორც მედია პოდკასტის იმაში სფეროში მიკროფონი კი ამ მიკროფონებით გამოვალო ჩემსაც მოგინდა რა კითხვა მინდოდა დამესვა იცი აი ციფრული მარკეტერი ხარ ეგ გავიგეთ უნივერსიტეტმა დიდი როლი ითამაშა შენ ცხოვრებაში ანუ უნივერსიტეტს რა მიკავშირი აქვს შენს პროფესიასთან ზოგადად თუ უნივერსიტეტი სქემად მიგაჩნია კაი კითხვა იცი რა უნივერსიტეტის სქემად მიმაჩნია საქართველოში და არა ევროპაში მე ყოველთვის მომხრევა რომ განათლება თუ გინდა მიიღო უეჭველი ევროპაში უნდა წახვიდე რა და მეც მადლობა ღმერთს რომ მქონდა მაგის
შესაძლებლობა. ამიტომ ჩემს უნივერსიტეტს მაგიტო არ ვაკნინებ ხოლმე, რომ ეგ შესაძლებლობა მომცა რა. შავ ზღვაში ვსწავლობდი, საერთოდ ფინანსებით დავიწყე ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. არ ვიცი რატო რაღაც ღარიბი მამა, დიდარი მამა ღარიბი მამა რა, ეს წიგნი ვარ. მაგ წიგნს ვკითხულობ და იქ ეწერა რომ თუ ისეთი ტიპი ხარო რა, რომელიცო ყველაფერში კიაო და ყველაფერში ერკვევა და ყველაფერი აინტერესებს, უეჭველი ფინანსები არის შენი სფეროა რა და რატომაც მივენდე მაგას და მაგით ავჭე, თორე ძალიან ჩამოუყალიბებელი ვიყავი ეს აბიტურიენტობის დროს არ ვიცოდი რა მინდოდა რა. მივხვდა იმისა რომ YouTube-ზე ძალიან წლები ვიყავი და ძალიან მომწონდა რა ეგ. ხო და უნივერსიტეტში პირველი 2 სემესტრი დაკარგულად მიმაჩნია, ის 2 წელი რაც შევალიე. მაგრამ ყველაფერს თავის მიზეზი ალბათ ცხოვრებაში რა და მე უკვე მომიცა ის საშუალება რომ იცი რა პერიოდულად მე მივხვდი რომ მარკეტინგი უფრო მაინტერესებდა, იმიტომ რომ რაღაც მარკეტინგის საგნები მე მთხოვდა რა. რაც არჩევითი იყო და ავირჩიე და ძალიან მომეწონა რა. და მე ერასმუსზე მოვთხოვა რომ მეტი გასულ პროგრამაზე რო წავალ, მინდა რომ მარკეტინგის ხალხი წავიდე თქო და მომწეს რა ეგ საშუალება რომ ბარსელონაში წავსულიყავი, მე სწავლა ძირითადად რომ ფინანსების საგნებიც ქონა რა თქმა უნდა და იქ ყველაფერში თითქმის თავფელდი. ოღონდ იმიტომ კი არა რომ ცუდი ვარ ფინანსებში, უბრალოდ არ მაინტერესებდა რა. თავიდანვე დავიკიდე, იმიტომ რომ ერთი მახსოვს რომ მივედი თან ჩამორჩებოდა რა ჩვენი სწავლის მეთოდი იმას სერიოზულად რა. კალკულუსი ძალიან მიყვარდა ეხა იქ და კარგად ვსწავლობდი ჩემთან რა 99-ები მქონა სულ 100-დან და იქ რომ მივედი და მითხრეს რომ ჩვენო სხვაგან ვართო რა სხვა კიდევ ანუ გადახტარები იყვნენ რა როგორც მე რაც ვისწავლე 2 წელიწადში იმათმა 2 წელიწადში ორჯერ მეტი ისწავლეს და გაიარეს როგორც მივხვდი და ნუ ჩამორჩენილი ვიყავი ესე თქვა და მახსოვს ლექტორმა თქვა კი რა პრობლემა ეხა წადი ბიბლიოთეკაში გეტყვი იქსა და გადახედევ და დაგვეწევიო რა და მივედი ბიბლიოთეკაში მგონია რომ რაღაც ისეთ ხელი წიგნი უნდა დავხდეს და აი ესე რომ გადმოიჭრა დადო რა და კვერმა რომ გაასხა მეთქი დაიტოვეთ მეთქი იყოს და ის დრო როცა უნივერსიტეტში ეგ უნდა მესწავლა კარგად გამოვიყენე გვერდობდი ეგეც მნიშვნელოვანი გასული პროგრამის დროს და ხო და რაც შეეხება მარკეტინგის საგნებს მადარ მოაჩენს საერთოდ დროპშიპინგი ერთ-ერთი პირველი შეხება მქონდა იმიტომ რომ ჩემი გერმანელი მეგობარი იყო რომელიც მაგას აკეთებდა რა და სულ მიკვირდა რომ მეთქი თუ ამდენ ფულს აკეთებ რა სწავლა და ეს მშობლება გამიშვეს და აგვერთობიო თორე ანუ მშობლების გარეშე ვარო რა და ფული მაქვს ისინი მირიცხავენო არც იცია რომ საერთოდ ამასაც ვაკეთებო და კაროჭე მაგრა ვერთობიო და ერთი მახსოვს რომ ისა ბარსელონას ბილეთები დამithრია მაგრა გამისწორდა რა ჩემპიონთა ლიგის თამაში დამასწრო და კაი ბილეთები კარგად გავერთე ხო და მაკედან იყო პირველი შეხება ციფრულ მარკეტინგთან და როგორც კი ჩამოვედი მივხვდი რომ კარჩე სწავლა აღარ ღირდა არანაირად გავაჩერე აკადემიური ავიღე და ეგრევე ციფრულ მარკეტინგში დავსაკვდი რა და მანდაც ძალიან კარგად სტრატეგიულად სწორი ადგილი შევარჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია მაშინ სტარტაპი იყო ონლაინ კურსების პლატფორმა რომელიც დღემდე ძალიან ბაზარზე ნომერი პირველია და მაშინ სტარტაპი ვიყავით იყო უკვე რამდენიმე ბრენდი რომელიც წლები უკვე იყვნენ ბაზარზე და ჩემი სტრატეგიების და გუნდის დახმარებით მარტო მე არა რა თქმა უნდა შევძელით რომ ერთ წელში ყველას გავუსწარით რა და დღესაც პირველები არიან რა ეხა ისე დალაგებულად გადავაბარე ყველას რომ დარწმუნებული ვარ რომ არ ვიცი უბრალოდ გაიდლაინს უნდა მიყვე რა გაიმეო რომ იგივე რაც წლები მუშაობდა რა ხო და მაშინ ეგ სტრატეგიები შემოვიღეთ თან რომ მასტერ კლასებს ვატარებდით და მე კურს უფასო მასტერ კლასები იყო უფასოზე ყველა რეგისტრირდებოდა და მე გაყიდვების მენეჯერები ურეკავდნენ რომ ე გამარჯობა მასტერ კლასი როგორ მოგეწონათ კი მოგეწონა კურსი ხო არ გინდათ კი მინდა შეო რა ეგ იყო რა მაგ სტრატეგიით ყიდით მაგრა და თან პარალელად მეც ვსწავლობდი რა ანუ სოციალური მედია კოპირაიტინგი ინტერიერის დიზაინი არ ვიცი მაგრამ რა გავიარე მაინც იმიტომ რომ მე რადგან თანამშრომელი ვიყავი მქონდა საშუალება ნებისმიერ კურსს დავსწრებოდი და Java, JavaScript, HTML, რავი ყველაფერი რაც კი შემეძლო ყველა კურსი გავიარე და აი ესე ცოდნა მთლიანად დავიგროვე რა და დღემდე უკითხავ მე რა რამდენ ახალ კომპანიაში მიმუშავიან რაღაც რომ დაჟე რა ინტერიერის რაღაც პროგრამების რაღაც ფუნქციები რო ვიცი ის უკითხავ შენ ციფრული მარკეტინგი ხარ შუაშიო მეთქი რავი მიყვარს რა ეგეთი რაღაც რა რომ ყველაფერში ვერკვევი რა მაგრამ ის არ მიყვარს რა მარტო მაგას ყველაფერში რო ედებიან ანუ მე ეგეთი არ ვარ რა ანუ უბრალოდ მიყვარს რომ ვიცი თორე ჩემი საქმის რაც ვიცი იმას ვაკეთებ primarily რა მაგრამ სხვები secondary არის ასე ვთქვათ რა ანუ ეხა რადგანაც ესე ვთქვათ საგანმანათლებლო იმაზე ვსაუბრობთ უნივერსიტეტი და რაღაცეები რა აი თუ შეგიძლია რომ რამე წიგნი ურჩიო
ან ხო, წიგნი რო ურჩიო, თუნდაც dropshipping-ში ვისაც გამოადგება, ანუ ბიზნეს ლიტერატურა. და ისეთი წიგნიც ერთი თუ გინდა ბიზნეს, რამდენი წიგნი უნდა ჩამოთვალე, მაგრამ ბიზნესსაც რო გამოადგეს და ციფრულ მარკეტერსაც თუ გამოადგება, რა მასე წიგნი თუა. ერთი წიგნია, რომელსაც ვიტყოდი, რომ ჩემი მთელი კარიერაც და ხედვაც შეიცვალა უკეთესობისკენ. არის ესეთი ძალიან მაგარი ტიპი, Alex Hormozy, school.com-ის დამფუძნებელი და ბევრი რაღაცის რა, ეს პუნქტიანი ტიპია, YouTube-ზეა ძალიან ცნობილი სხვა შორის. და მაგის კონტენტსაც რეკომენდაცია Alex Hormozy-ის ძალიან მაგარი ტიპია. და წიგნს ქვია ცოტა უცნაური სახელი აქვს. How to make offers so good so people feel dumb to say no. ანუ ქართულად ნიშნავს როგორ შესთავაზო ისეთი შეთავაზება რომ უარი ვერ ითქვას. შეთავაზება რომ დებილად იგზნოს თავი რომ უარი თქვას. ანუ ძალიან საინტერესო სათაური აქვს რა. და თან წიგნში რაღაც უწერია იცი რომ მეო ეხლა აქ გასწავლია, ჩემი მიზანია რომ გასწავლო როგორ გახდე მილიონერი, იმიტომ რომ ჩემი ბიზნესები მარტო მილიონერ ადამიანებს ეთანამშრომლობ. სხვას არა, ამიტომ თუ მილიონამდე ვერ მოხვალ, ვერც ვითანამშრომლობ რა. და ანუ მთელი სტრატეგია, ყველაფერი მოყოლილი, როგორ დაიწყო ნულიდან, რომ და შეყვარებულს რო თხოვდა ფულს, რომ თავის ბიზნესი დაიწყო და როგორ მივიდა იქამდე, რომ ეხლა თუ არ ვწდები 300 მილიონამდე ნეტვორთი აქვს რა და ხა იმდენი არ არის როგორც ახლა ილონ მასკი და რაღაც, მაგრამ ნუ აი 300 მილიონი დამადებინა და სულ არ მინდა ილონ მასკობა იყოს თავისთვის კაცი. ხო და ერთი ეგ წიგნია და მეორე წიგნი კიდევ ერთი შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია უფრო ციფრულ მარკეტინგის და გაყიდვებზე, რომელიც ასევე ვფიქრობ ძალიან გამომადგა, იყო Sell Like Crazy. გაყიდე გიჟივით. და საბრი სუბი რაღაც ეგეთი ავსტრალიელი ტიპია რა. თავის სააგენტო აქვს ძალიან დიდი ციფრული მარკეტინგული სააგენტო და ახლა უკვე თავის ბიზნესებიც და ეგ იმენა სწავლის ჩისტა სკრიპტი როგორ გაწერო კარგად, რომ კლიენტებს მაგრა ელაპარაკო და დაკერო რა, რომ ფული ჩაგრიცხო რა შეიძლება მეტი რა. ხო. ეგ ორი წიგნია, რომელიც აი უეჭველი უნდა წაიკითხო რა. სხვაებიც არის, მაგრამ ეს ორი ამ ორს გამოყოფთი რა. ძალიან საინტერესოა, მეც ვესწრები რომ წავიკითხო რა. ანუ ეხა შენ ბიზნესმენსაც შეგვიძლია დაგიზახოთ და ციფრული მარკეტერიც, ხო? მაგრამ ანტრეპრენერი. ხო, მაგრამ ბიზნესმენი არ მიყავს რა სიტყვა გონია რა. არა, ყიპიკი მაქვს, მაგრამ უბრალოდ 50 პლუს ღიპიანი ემელიანი ტიპს ბიზნესს. ხო, ანტრეპრენერი კი ხარ ეხა, მაგრამ ყველაფერი თავიდან დაიწყო YouTube-დან. და YouTube კარიერაზეც რომ მოგვიყვე იმიტომ რომ დაბრუნდი სოციალურ ქსელებში აქტიურად კომენტარებში აი კრიპიქს და უნდა და რაღაცეები რა ეგ იყო რა და აი რომ მოგვიყვე რა ძალიან წამოდგა სხვათა შორის ხო რავია YouTube-ზე რა შემიძლია თქვა რა ალბათ ჩემი ყველაზე ნათელი ბავშვობის მოგონება იქნება რა და არ ვიცი აი დღემდე ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ხალხი მოდის და მაგას იხსენებს რა რომ აი შენ აი ტიპები არიან მოდიან ხომ აი ძალიან მიხარ ეგეთ ხალხის გასნობა რომ შენ ჩემი ბავშვობა გააფერადე, გაახალისე, რაღაცა შენ გიყურებდი და არ ვიცი, აი მაგაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა ადამიანი მაგას გეუბნება რა. ეხლა მეორე არის ეგეთი, რომ კურსებზე მეუბნებიან ხოლმე, რომ აი შენი კურსის დახმარებით ცხოვრებაში შეცვალე უკეთესი სამსახური, მაგ ეგეც ძალიან მისწორდება, ორივე ძალიან მისწორდება, YouTube-ზე ეს მისწორდება და ხანდახან არის ხოლმე, რომ აი ბოლო შემთხვევა გამახსენდება, ამას წერ მიფრინავდი არ მოხსოვს, მაგრამ ფრენა მქონდა და აეროპორტში პატარა ბავშვი მოდის და აი როგორც აი როგორიც აი ძალიან პატარა ბავშვი აი რაღაცა აი რავი 7-8 წლის რა და ესე დიდი სათვალეები აქვს და ესა მეუბნება რომ შენ კრიპერვორდი არ ხარ და აუ მეთქი შენ საიდან ამიხურებდი რავი როდის მე დავამთავრე კარიერა ხო და თან ახლა არ ვიცი არა მაგრამ დახაიდებული სავით მაქვს რა ის ძველი პოსტები რა სხვა შორის აი კიდევ ერთი იუთუბერი აინოდო თუ გახსოვს? ხო, ძალიან მეგობრად ახლა დავახლოვთ ბოლო პერიოდში თან ისიც სტარტაპერია და ძალიან დიდ საქმეებშია რა და წარმატებები რაშის თუ წარმატებები ქართული ტაქსის აპლიკაცია და წინაზე ვლაპარაკობდით რომ მეთქი იმასაც ეგრეთ დახაიდებული ქონა რა private და ერთმანეთს ვიდეოები გაუზიარეთ რომ გადავდით რა ანუ ადრე აი სად არ ვიცოდი მაშინ მართლა არ ვიცოდით რამხელა პოტენციალი ქონა დღეს უკვე ყველა მიცის რომ იუთუბერობა რაღაც პრესტიჟია და კაი წარმატებულ ბიზნესად ითვლება რა მაგრამ ასევე უყურდები რომ ხარისხი ძალიან გაზრდილია რა დაჟე მომენტში რომ უყურებ ხოლმე ზოგზე ხა მაგალითად Hungry Man-ი კიდევ ესე აი იცი რა გოტა თუ არ ვწდები და გიორგი დანელი ახლა თქო რა
დიდი ხანია და აი ეს იუთუბერები რა ძალიან გამოსარჩევებიან, იმიტომ ისეთ ხარისხს კი, ხდებიან. არა, ძალიან მაგარ ხარისხს. საერთაშორისო დონის ხარისხს ხდებიან რა და ხანდახან ვფიქრობ რომ მეთქი ვა ეს ჩემთვისაც კი რა წარმოვიდგინო მეთქი აი რამხელა ჩალიჩი რამდენი რაღაც გუნდი აი შენ დროს უფრო ძირითადად გეიმინგი იყო განვითარებული რა განვითარებული კი არა გეიმინგის გარდა სხვა არც არაფერი ვერც გააკეთებდი სხვა რამე სპონსორს ვერ ნახავდი ფიზიკურად რომ აი ეს ვიდეო ჩაგეწერო 7 დღე გუნდზე გავატარე ან რაღაც ანუ ფულ მაშინ ძალიან უკვე შემოსავლიანი უნდა ყოფილიყავი რომ პროსტა კაიფის პონჩი გეკეთებინა ეგ რა და მონეტიზაციის საშუალება არ არსებობდა და თან მე მაშინ მახსოვს ერთ-ერთი მონეტიზაცია იყო ისინი რა ქვია betting საიტები რა CS:GO-ს თამაშობდი რაღაც კიდევ სხვა თამაშებსაც და სულ ეგეთი კომპანიები უწევდნენ რომ აი მოდი სპონსორი გახდეთ ჩვენი მაგრამ ყველას უარს ვქონებოდი betting-ზე ყველას უარს ვქონებოდი რა რეალურად გახსნა და რაღაც ანუ betting-ი არის ეხაც ძირითადად რა ეხაც ეგრეა ხო კი ანუ ყველა დიდ იმას რა ქვია YouTubers bet იყავს ეხაც ეგრეა ხო მართალი მაგრამ რომ დაფიქრე იდეაში როგორ არის იცი ნუ ალბათ ეხაც არ ვიზავდი უარს ვეთყოდი მე მაგრამ ეს სვიც თანხდება ვიცი რომ კარგი საქმე არ არის betting-ის პიარი მაგრამ იმ საქმეს პარალელურად რასაც აკეთებენ ძალიან მაგარია აი თუნდაც ეხლა რა ვიყოს ქართული YouTube სერიალი არასდროს არ მინახავს რა და ამას ეჩემხდა ესეც სერიალი ბოლო სეზონი ძალიან მაგარია ხატა აი Ted Lasso მქონდა ნანახი და Ted Lasso არის არაფერი მაგასთან შედარებით ისე გამისწორა და ქართულად რო უსმენ და ქართულ გუნდზე როა და ქართული რაღაცა ქართული რო გესმის მარტო ეგეც კი ასწორებ და ქართული ხუმრობები და არ ვიცი და ნუ მე ხა მიქ ჩანს რა როგორც უკრისტალბეთია რა სპონსორი და რაღაც მაგრამ ნუ ხა აგრესია როგორ უნდა ქონდეს ისეთ რამეს აკეთებს ხო ანუ სწორ რაღაცას აპიარებენ რომ ფეხბურთი უფრო პოპულარული გახდეს საქართველოში რა და რეალობასაც ასახავენ რა ხო მე არ ვარ მომხრე აი რაღაცა იუთუბერები რო არიან რომ იმენა გემბლინგ კონტენტი რო აქვს და ეგ ეხლა თუ მაჩარი რა მაგრამ თუ ისეთ საქმეს აკეთებ რომ inspiring people კი ბატონო ხა მაშინ მოსულა ალბათ რა რომ მაგ კონტენტში შესაძლოა თუ ეჭველი ფული ჭირდება მაშინ ხო ალბათ გამართლებულია რა კი აი დაბრუნებას ხომ არ აპირებ YouTube-ზე ან აუ რავი მაგას ვიძახი რა და ჩემ მქონდა მცდელობა რომ ცოტა იმანგაძის სტილი შემომეტანა რა ძალიან ეხა არ გვიждები მაგ ადამიანზე რა მაგრამ რაღაც ბევრი კარგი აქვს რა და როგორ იყო ეს აი ალექს ფორმოზი რო ვახსენე თუნდაც საბრი სუბეგენს იუთუბერები არიან რა რაც აი მაგათი კომბინაცია მინდოდა რა მაგ სამი ტიპის რომ ცოტა ისეთი ყოფილიყო რა იმანგაძის სამყაროსო ძალიან ზოგად ლაპარაკობს ხოლმე რა და თან ტიპი ამ ბოლო დროს ძალიან სერიოზულ რაღაცაში უნდა გამოეჭირათ მაგრამ ეგეც მიყვარს რატო არა იმიტომ რომ ეგეც კურსებს ყიდის ახლა ჩვენ და მე მგონი ანუ მაგ ტიპს ნუ კი თავიდან რაღაცა თანხა გამომუშავებული ქონდა რაღაცა მილიონები მაგრამ კურსებით გააკეთა იმაზე ბევრად მაგას არ დამოვა ხა ეგ იცი რა სწავლა ისეთი რამეა ჩემს ადამიანს რო ასწავლო რაღაც პონჩი კონკურენცი იჩენ რა ხა ის ახლა საერთაშორისო ბაზარზე ლაპარაკობ და მე რა მიდგომა მქონდა იცი რომ მეკითხებიან თუნდაც მაგას რომ აი კურს რო ყიდი კონკურენცია არის ჩემ მეთქი ძმაო ამერიკაში იმდენი 300 მილიონი ადამიანი ანუ ისინი უკვე ამას აკეთებენ წლებია და შენ გონია რომ 3 მილიონიანი ქართველები ახლა მე რო ქართველებს ვასწავლო ეგენი გამიწევენ კონკურენციას და დანარჩენები არა ანუ ხო სოფლიო ბაზარია და ეგ არგუმენტს მაგით უხაზავ ხოლმე რა რომ ქართველები ერთმანეთს რომ დავეხმაროთ ხო რომ რაღაცა ცოტა გლობალ ბაზაზე ჩვენს რაღაც ვიშალჭოთ და აი იმანგაძის რა ქონა იცი რომ კურსები კი ძალიან ბევრ ფულს აკეთებდა კი დაჟე უფრო მეცეს დარწმუნებული ვარ ვიდრე თავის საქმით მაგრამ კიდევ საჭირო რა იყო იცი რომ ისეთი რაღაც თქვა რომ მე თავი დავანებეო ამ მიმართულებას ანუ იმენა ეჯენსისო არ ვიცი უსმენთ ვარ კი რა უსმენთ წინ დაანონსა მაგრამ კურსი ჩვეულებრივ გრძელდება იყიდება ეგ ცოტა ეხლა საეჭვოა რა თუ მაშ თუ აღარ აკეთებ იმ სფეროს ესე იგი ანუ რაღაცა არ გამოგდის ხო და რანაირად ეგორი ხო რომ თუ თანასწავლო და თან შენ არ იყო ამ სფეროში მე ხომ მაგათაც ყველა სტუდენტს ჩემ შედეგებს ვაჩვენებ ხოლმე და ჩემს ლაივ შედეგებსაც ვაჩვენებ ხოლმე რა სულ რა აი ეხლა მაქვს აქტიური დაჟე ზოგი ვისაც რაღაცებში ეჭვეპარება ხოლმე თანახმოვართ ხოლმე რომ ჩემს თიმთან კოლი ჩავაგდო და ჩემ თიმ მემბერმა იმენა ყველაფერი აჩვენოს რა ახლანდელი Shopify-ის გაყიდვები ახლანდელი შედეგები რა რომ დარწმუნდეს რომ მართლა ვაკეთებთ რა ამას რა კი ანუ ეგ ისიცაა რომ
ეხლა საქართველოზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ იმ მანგაზის მაგალითიც რო ავიღოთ, სოფლიოს მასშტაბით ბევრისთვის ძალიან საყვარელი ადამიანია და ძალიან დიდი გავლენა აქვს. ისევე როგორც Tates. Tates-აც არის. მიუხედავად რომ ყველა პლატფორმას დაბლოკილია X-ის გარდა. X-ის გარდა მაინც ძალიან დიდი ის აქვს, ხო. იცი რა, დაჟე რაღაც პონჩი ახლა მაგას რო Hustlers University გქონდა, $40. ჩვენ ცუდი რაღაც არ იყო რა, ეხლა $50 რა ვი, რა მოლოდინა კონდეს რომ შეხვალ და ცხოვრება შეიგეცოს, მაგრამ მეც ვიყავ გაწევრიანებული რა, პროსტა დაამაინტერესა, გადავიხადე ფული და რა $50-ისთვის ჩემთვის ძალიან მოსაწონი რაღაც იყო, იქ community ტიპები, ვიღაცები გავიცან დღემდე ვიცნობ, პროსტა მაგ community-დან რა, რომ ვინც იმენა მართლა მუშაობს და სერიოზულ მაყურს აკეთებს, მასე ტიპებს მაგ community-დან ვიცნობ რა, თუნდაც agency owner-ებს, თუნდაც იმათ რა და ძალიან მაგარი ოფერი ქონდა და ყველამ დაიწყო რა, აუ ესო სქემია. აი რა $50 რაღაცას როგორ შეიძლება დავუძახო სქემი. ხო. თვითონაც ამბობდა რომ $50 არავის არ დააქციოსო, შეგიძლია იყიდოთო? ხო, რა, ეგეც. თან რეფანდიც ექნებოდა დარწმუნებული. უეჭველი, ხო და მეც ახლა არ დამალავ ეს community თემა რაღაც პონჩი მაგედან იყო ინსპირაცია წამოსული. მე ხა უფრო მასშტაბურად ვუყურებ რომ მინდა რომ რადგან ქართულია, მინდა რომ ახლა Tates რა არ ქონა რა, რომ ის $50 სიხდიდი და არაფერი კომუნიკაცია არ იყო რა. პროსტო Discord შედიოდი და კომენტარებს წერდი და პასუხობდი რა და მე მინდა ცოტა როგორ რაღაც ისე რომ $50 იყირდე სიტყვაზე რა და სამაგიეროდ ის პლუსი ქონასო გარდა Discord-ისა, ფიზიკური შეხვედრები, მასტერ-კლასები, იქ გასვლები რაღაც ვახსენე ვიდეოს დასაწყისში რა. ეგეთ რაღაცას უმიზნებ რა და ეხლა $50 ვიღაცა რომ მოვიდეს ჩემთან თქვა, იცი რა ძმაო შენ $50 კურსი ვიყიდე და ცხოვრება არ შემთხვევა, ვეთქვი რომ აგერ ძმაო დაგიბრუნე, მაგ $50 და რავი. იყავი რა, ხელი ჩავარტყა და ჩვენ ნახომდის რა. კი ბატონო. ანუ შენ რასაც აპირებ, ეგ ბევრად ანუ ურთიერთობა ძალიან მჭიდრო იქნება და community-ისთვის ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი. რა, დაჟე Ed-Summit-ის თემაშიც მინდა რაღაც პონჩი გავაერთიანო. აი, Ed-Summit-ის სხვა შორის დავანონსე community, ასევე ჩემი მეორე community, ციფრული მარკეტინგის კურსს ვანჩავ ხა, რომელიც რაი როგორ იქნება, იცი, ტრადიციულ კურსს არ გავს რა. იცი რა, კურსების პრობლემა რა არის, თუნდაც ხა აკადემიაში ვმუშაობდი, წეგან რო ვახსენე. იქ სულ რა პრობლემა იყო, იცი რა, ტიპები მოდიოდნენ, სწავლობდნენ და всё ნახავდით რა. ანუ არანაირი ფიდბექს არ ვაძლევდით რა. ანუ ლიჟბი გაგვეყიდა და მე აღარ გვაინტერესებდა რა და მე ეგ მაგ მოტივით არ მინდა რა კურსებთან რომ ასე ვასოცირდებოდე რა. რაღაც პონჩი არ დამალავ, დროპშიპინგი თავიდან კურსს დავიწყე, ძალიან ნული კომუნიკაცია გქონდა რა. მარტო ერთ-ერთი ფიზიკური ონლაინ შეხვედრები გქონდა რა team member-ებთან, მაგრამ ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვარ ვფიქრობ, რომ იმის რესურსიც მაქვს, რომ უფრო დიდი ინვესტიცია ჩავდო, რომ სულ ფიზიკური შეხვედრები იყოს, გასვლები იყოს, თუნდაც მოგზაურობა, აი ჩემი ოცნება, რომ რაღაცა აი ვის ვადარებ ხომ, საქართველოში ერთი ძალიან მაგარი community რა, რომ Porsche Club Georgia რა. Porsche Club Georgia, Porsche-ს ყიდვა მინდა ცენტრში, უბრალოდ იმის გამო, რომ ამ კლუბის წევრი გავხდე რა. ანუ ხო შემიძლია რომ ამერიკიდან გაცილებით იაფად დარტყმული ჩამოვყო, გავაკეთო და ფული დავზოგო, როგორც ყველა ქართველი აკეთებს, ხო, რატომაც არა ეხა. ეგ საერთოდ არ მიმაჩნია გრეხად რა, ანუ რატომაც არა ეხა ფულს თუ ზოგავ, თუ ზედმეტად ეგრე გადასაყრელი ფული არ გაქვს. მაგარი რაღაცა, მაგრამ დავიკიდე რა ეგ რა, მეთქი, კი მინდოდა რა Porsche-ს ჩამოყვანა, მაგრამ ვიფიქრე მეთქი, ბარემ ცოტა კიდევ დაველოდები, მოვიხოდო იქნებ უფრო მეტად და ვაფშე Porsche-ს ვიყიდე და თან ამ კლუბის წევრი გავხდე. ანუ ხო ხდება community ისე მიზიდავს რა, იმიტომ რომ Porsche Club-ში როგორ არის, რომ სადმე დადიან, მოგზაურობენ, ერთობიან და რა მაგარი რაღაცა ხარ, წარმოგიდგენ რომ იცი რომ სხვასაც რომ Porsche-ავს, ანუ ისიც ავტომატურად წარმატებულია რა და ერთმანეთ საერთოდ ეგეც ფსიქოლოგიურად მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წრე ტოპ 5 ადამიანი ვისთანაც ყველაზე შეერგა კონტაქტი ის ადამიანი განაგებს რეალურად სად ამოხდები საბოლოო წლების მერე სიბერეში თუნდაც ან 40 წლებში. ხო და ეგ მაგარი რაღაცაა. რა თქმა უნდა მაგიტომ მინდა რომ აი ვეძე მართლა ვეძებ ისეთ ადამიანებს ვინც არ ვიცი ჩემზე მეტადაც წარმატებულები არიან სიამოვნებით ვცდილობ რომ ყველა ჩემნაირი ახალგაზრდა ვინც მინიმუმ ამბიცია მაინც აქვს რომ რაღაცა ცხოვრება შეცვალოს ბიზნესი აკეთოს, ეგეთი ადამიანები გავიცნო რა, რომელიც ძალიან ჭირს რა საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში როგორი მიდგომა იცი რომ უძველესი დროიდან
ვაჭრობა და მე ვაჭრე, ხო, როგორ სიტყვა ჭრე, ანუ უკვე ისეთ სიტყვა რა, მე ვაჭრობა ცუდთან ასოცირდება საქართველოს რატომაც რა, ვაჭარი ადამიანია ეს რა, ანუ ცუდია რა, არა და ამ დროს ამერიკაში შეხება პირიქით რა, იქ ვინც იმენა ეგეთი ტიპია, იმას პირიქით აღმერთებენ, რომ საალო ძმაო როგორ აკეთებ ამას და ყველაფრისგან ფულის გაკეთებას რო ცდილობენ რა, ცოტა კაპიტალისტი ტიპია ზედმეტად მithoni, ამიტომ რაც საქართველოს კულტურას არ ეგება სამწუხაროდ, მაგრამ იმედია შევიცვლებით რა. არა კი community ძალიან მნიშვნელოვანია, მჭიდრო community და ზოგადად ურთიერთობები. თუ გახდები? რა თქმა უნდა, გავხდები. მოკლედ მე მგონი უკვე ბოლოსკენ გავიდეთ. ესე არის. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ზოგადად ყველაფერზე. მადლობა გიგის. მადლობა ასე მოწვევისთვის. მოსვისთვის და თქვენ კიდე დაგემშვიდობებით, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ეს პოდკასტი პარასკევს დაიდება, შემდეგი პოდკასტი შემდეგ პარასკევს.